მაშ საღამომშვიდობისა ყველას და კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პარაბელუმზე. დღეს საღამოს ცოტათი სატელიტურ საკითხებსაც შევეხებით და ასე შემდეგ, რადგან იმის ასახსნელად რაც კონსტანცაში მოხდა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც დრონებს ცდება. ეს არის ის, რაც ევროპაშიც ხდება GPS-თან დაკავშირებით, სპუფინგი, ჯემინგი და ასე შემდეგ. თქვათ, რომ არის საინტერესო რაღაცები, რაც დავინახე და რაც ტრადიციულ მედიას არ მოუყოლია, ას შეუმჩნევია. მაგალითად ამბობენ, რომ ეს მაგურა დრონია, კი, მაგრამ განსაკუთრებული ვარიანტის, რაც ბევრ ამას ხსნის. ეს ასევე ხსნის იმ ფაქტს, რომ ეს მოვლენა შემთხვევითი არ ყოფილა. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, 10 წუთში ბარბატო მოვა და ბუსიც უნდა მოვიდეს. დასაწყისში სომხეთის არჩევნებზე ვისაუბრებთ. ეხლა ყველა ამბობს, რომ ეს პროევროპული პარტია, მაგრამ ეს უკვე ცოტა დადაჭარბებულია. თქვათ ასე, სომხეთის პოლიტიკა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიცვალა, ვინც მარტზე ცხოვრობთ და არიცით, სომხეთში და აზერბაიჯანში უკვე 40 წელია ომობენ. საუბარია ნაგორნო-ყარაბახის საკითხზე, რომელიც პატარა კორიდორია, მიწის ვიწრო ზოლია, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეცილებიან. 2023 წელს აზერბაიჯანელებმა ცივეს შეტევით მოახერხეს და სომხები გააძევეს. იქ იყვნენ რუსული ჯარები, რომლებიც ფაქტობრივად უნდა ემოქმედათ როგორც შემაკავებლები და დაეზღვიათ, რომ არაფერი მოხდებოდა. რადგანაც სომხეთი CSTO-ს წევრია, ანუ სამხედრო ალიანსია რუსეთთან. ეხლა ყველამ ვიცით, რომ რუსეთი სხვადან არის დაკავებული და ალბათ შეაფასა, რომ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ჩადგომა, რომლებიც თურქების მხარდაჭერით სარგებლობენ, იმ მომენტში ნამდვილად არ იყო ის, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. და შესაბამისად არსებითად არაფერი დაუკეთებიათ. მაშინდე პაშინიანმა გადაწყვიტა ალტერნატივების ძიება. და ამ ალტერნატივებიდან ერთ-ერთი იყო ფრანგული მხარდაჭერა, რომელთანაც ისტორიული თვალსაზრისით მათ ბევრი კავშირი აქვთ. რადგან ფრანგები მაინც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბევრ სომეხ დევნილს მიიღებენ და ასე შემდეგ. რაც ახლა ესევე მოიცავს სამხედრო მხარდაჭერასაც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამერიკული მხარდაჭერა სამხედრო თვალსაზრისით შეთანხმება მცირე კორიდორზე შესაძლოა მათ მიერაც უზრუნველყოფილი. ასე რომ დიახ, ეს ნამდვილად რუსეთისგან დაშორებაა, მაგრამ მას ბევრ მხარეს შორის უწევს მანევრირება, რადგან მაინც რთულია, რომ დიდი დახმარება მიიღოს თუ რამე მოხდება. ნამდვილად მეორე პარტია, რომელმაც აიღო თუ შედეგები დაახლოებით 25%-ის ფარგლებშია, ეს არის საკმაოდ ცნობილი ოლიგარქი, რომელსაც მოსკოვთან ბევრი კავშირი აქვს, ხოლო პაშინიანმა 50%-ზე მეტი ვერ აიღო. ამიტომ ამაში ნამდვილად არის ნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტელევიზიები და თვითონ პუტინიც კი ბევრ გაფრთხილებას აბზავნიდნენ. სხვათა შორის, ჩემი აზრით, მათ რაღაცაც გამოვრჩათ. ანუ პუტინმა ინტერვიუში უპასუხა და თქვა, რომ უკრაინაში ომი სწორედ ამის გამო მოხდა. დასავლეთთან დაახლოება, რაც ცოტა განსხვავდება ნატოს გაფართოების საკითხისგან და ასე შემდეგ. ეს იყო გაფრთხილება, როგორც რო გითხრათ, ფრთხილად იყავით, რადგან თუ ძალიან დაახლოვდებით, შეიძლება უკრაინასავით დაგემართოთ. ეს შეგიძლიათ ონლაინ ნახოთ, ანუ პირდაპირ ამბობს ამას. რა თქმა უნდა, ზედმეტი პრობლემების გარეშე, ამას რუსული ტელევიზიაც ამბობდა სხვადასხვა გადაცემებში მოკლედ. იყო სხვადასხვა გაფრთხილება სომხების მიმართ, რომ სწორად უნდა იყარათ ხმა, ხო, გესმით ესე ვთქვათ. სინამდვილეში კი, როგორც უნდათ, ისე მისცეს ხმა. და ეს არის თავრობა, რომელსაც მიუხედავად უმრავლესობისა, შიდა პრობლემები მაინც აქვს. რატო აქვს შიდა პრობლემები? იმიტომ რომ აზერებთან მშვიდობის მისაღწევად მან ფაქტობრივად უარი თქვა მთიან ყარაბაღს. და რა თქმა უნდა, არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სწორედ ამ საკითხზე აკრიტიკებენ მას და
ამბობენ, რომ ამ ხრივ ძალიან დათმობებზე წავიდა. სხვათა შორის აზერები ასევე ითხოვენ სომხეთის სახელმწიფოს კონსტიტუციის შეცვლას იმასთან დაკავშირებით. იმ ფაქტს, რომ ნაგორნო-ყარაბაღი კონსტიტუციაში მოხსენიებულია როგორც მათი ტერიტორია და ისინი ამ ცვლილებას ითხოვენ, ვთქვათ, რომ ის აღმოჩნდა რუსებთან, რომლებმაც არაფრის გარანტია არ მისცეს. რუსები და დასავლელები გეხმარებიან გარედან, მაგრამ თავი არ მოვითხოვოთ. თუ აზერბაიჯანელები შევლენ, არც ფრანგები და არც ამერიკელები თავიანთ ხალხს არ შეიყვანენ. მაქსიმუმი რაც შეიძლება დააკეთონ, არის რომ დაეხმარონ სომხეთის არმიას, როგორც უკვე აკეთებენ, იარარის მიწოდებითა და მრჩევლებით, მაგრამ სომხეთის არმია არ არის იმ მდგომარეობაში, რომ შეძლოს ბრძოლა ან თუნდაც შეხვდეს მტერს. ამ მომენტში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, რომლებიც თურქების მიერ არიან მხარდაჭერილი. ამიტომაც მას სხვადასხვა მხარესთან უწევს თამაში და ცდილობს შეინარჩუნოს პოზიციები და გაძლიერდეს. ვთქვათ, რომ რუსეთი შეაკავოს იმ იმედით, რომ რუსეთი უკვე თავისითაც საკმარისად დაკავებულია. ამიტომაც მას გარკვეულწილად აზერბაიჯანულ მოთხოვნებზე უნდა წავიდეს, ესე ვთქვათ, დროის მოსადებად. მას არ უნდა საზღვრების საბოლოოდ განსაზღვრა ერთხელ და სამუდამოდ და მოვრჩა ამაზე საუბარი. ამიტომ საინტერესოა ამ ცვლილების ან დადასტურების ნახვა, რადგან პაშინი მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ნაგორნო-ყარაბაღი, კვლავ დაამტკიცეს თანამდებობას. მნიშვნელოვნად მეტი ხმებით, ვიდრე მეორე პარტიამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას აქვს 52-56%, ხოლო მეორეს აქვს 23-25%, რაღაც ამდაგვარი. ამიტომ მათ აირჩიეს კონკრეტული კურსი. ნახავთ როგორ წავა საქმე. არ მგონია რუსები ძალიან ჩაერევიან, რადგან ამის საშუალება არ აქვთ. ცოტა სცადეს რაღაცა ფარული მუქარებით, მაგრამ იქვე დასრულდა ყველაფერი. ეხლა გადავიდეთ კონსტანცას საკითხზე, რადგან საინტერესოა ამ ისტორიის ზოგიერთი იდეისა და დეტალის აღნიშვნა. ბევრი დებატი ვნახე იმ უკრაინულ დრონზე, რომელიც იქ აღმოჩნდა. ორი რამ შევნიშნე, რომელიც არც ერთ სტატიაში, არც ერთ მასალაში არავის უხსენებია. პირველი, ეს იყო რუსული კორვეტი, რომელიც ელექტრონულ ომს აწარმოებს და დაახლოებით იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ალბათ ზედამონტაჟებული ქონდა KT-25 სისტემა, რომელიც სპეციალურად შექმნილია სიგნალების ჩასახშობად, რადიო სიგნალების, ინტერნეტის და სხვა სიგნალების დასაბრკოლებლად. მეორე კი ისა, რომ დრონი, მოდი ამასაც დავამატებ, ივან დრონი, რომელიც კონსტანცაში შევიდა, უკრაინული იყო და იქ კონკრეტული მისიისთვის იმყოფებოდა, არაუშუალოდ კონსტანცის პორტში, არამედ კონსტანცის პორტების მახლობლად, თქვათ, რომ ის სხვა სამ დრონთან ერთად, სულ მცირე, ეს რიცხვი ვიცით, ნადირობდა იმ გემებზე, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტის სიაში არიან. კარგი, ერთ კონკრეტულ გემზე ვილაპარაკე, სწორედ მასზე ნადირობდნენ ისინი. ეხლა რუსული გემები ჩვეულებრივ აღჭურვილია უამრავი ელექტრონული ომის აპარატურით, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის გემებიც. ეს ვიცით იმიტომ, რომ წინა თვეებში ფინელების მიერ სხვა გემებზე ასვლისას გამოჩნდა, რომ რუსულ გემებს ელექტრონული ომის აპარატურა ჰქონდათ დამონტაჟებული. მათ შორის, თქვათ, სამოქალაქო დანიშნულების გემებზეც. თქვათ, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მოსალოდნელია. სხვა შესაძლებლობა აქვს რასუხა, რომელიც კიდევ ერთი რუსული ჯემინგის სისტემაა და მას შეუძლია 300 კილომეტრამდე მიაღწიოს. ამიტომ მას შეუძლია იმოქმედოს ყირიმიდანაც ან ყირიმის წვერიდანაც, რომელიც ასე შორს არ არის. ყოველ შემთხვევაში, ესე ამბობენ რუმინული წყაროებიც. საინტერესო ის არის, რომ ისინი ეძებდნენ ამ საფინელ ენას, რომელიც ამ გემებიდან ერთ-ერთია, სულ 4 ან 5 იყო. უკვე რა არის ამ ისტორიის თავარი აზრი? უკრაინელებს არ ექნებოდათ ინტერესი საკუთარი დრონით შეტევიდან ეხორციელებინათ, რადგან ერთ რამეს შედახსენებთ, დიახ, ეს მაგურა დრონია, სულ მცირე, ერთ-ერთი ვარიანტი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დრონი, რომელიც გაიჭედა სხვათა შორის, საფრთხე იყო, რომ აფეთქებულიყო ქიმიური კომპონენტების საწყობის ახლოს, რაც კიდევ უფრო დიდ აფეთქებას გამოიწვევდა. ეს არ არის ტიპური დრონი, რომელსაც ხედავთ, როცა
Google-ში უკრაინულ დრონებს ვეძებთ, განსაკუთრებულს ვერ ამჩნევთ. რატო აქვს ამ დრონმაგურას დაახლოებით 5.6.7 ანტენა და სხვადასხვა რეტრანსლატორი? ეს იყო საკომანდო დრონი, ეს იყო დრონი, რომელსაც სხვა დრონები უკავშირდებოდნენ, დაახლოებით ისე როგორც უკრაინაში იყენებდნენ უფრო დიდ დრონებს, სიგნალის გასამეორებლად სხვა დრონებისთვის. ეხლა თუ უკრაინელებს შეტევის განხორციელება სჭირდებათ, რადგან ვიღაცა ამბობდა სულ დროშის ოპერაცია, ასე გამოიწვევენ მესამე მსოფლიო ომს. მაგრამ რატომ უნდა გამოვიყენო ხოლმე ჩემი საკომანდო დრონი? არ გამოვიყენებ ჩემ საკომანდო დრონს, რომელიც ხვებს მართავს და რადიოხიდს აკეთებს. იქ ვაგზავნი ერთ-ერთ დაქვემდებარებულ დრონს, შეამჩნიეთ დრონი, რომელიც ბერძნებმა იპოვეს და ამ ტიპის სხვა დრონები, რომლებიც რუსებმა პირიმში აიღეს, არ აქვთ ესეთი აპარატურა მიმაგრებული ზემოდან. თუ ამ დრონს დააზიანებ თლიანად ურთიერთქმედებასაც. სარდალ დრონს არ აგზავნი, თუ არა ის შემთხვევა, როცა სამეთაურო დრონი, რომელიც ძირითადად სიგნალებს იღებდა და შემდეგ სხვა დრონებს გადასცემდა, სწორედ ის გახდა სპუფინგის მსხვერპლი. ანუ სიგნალი დაუბლოკეს, ჩაერივნენ და რადგან ის მართავდა დანარჩენებს, სწორედ ის აიღეს კონტროლზე. დანარჩენ დრონები სიგნალებს არ აგზავნიდნენ და არც იღებდნენ, ისინი მხოლოდ ამ დრონისგან იღებდნენ. ამიტომ თუ მე სპუფინგს ვაკეთებ, მე ვაკეთებ სპუფინგს თავარი სიგნალის, ანუ სარდალ დრონის სიგნალის. არ ქონდა აზრი, რომ დანარჩენების დაჭერა ეცადათ. ამიტომ ეს უკვე მთლიანად ანგრევს იმ იდეას, რომ თითქოს უკრაინელებმა სცადეს დრონის გაგზავნა რუმინეთში, რათა რაღაც სახის თავდასხმა მოეწმოთ. ეხა ამ ისტორიაში სადმოდ რთულ რაღაცებს ავხსნით, ესე ვთქვათ, მე დაურეკე ივანს. ძალიან კარგი, სალამშვიდობისა ყველას. ხო, გააგრძელე, მე მოკლე ვერსია ვთქვი, მაგრამ ცოტა ლოგიკით გასაგებია, რომ თუ რამეს უნდა დავარტყა, ჩემი სამეთაურო დრონს არ გამოვიყენებ. მისი მიზანია უკან დარჩეს და სხვებისთვის ხიდის როლი შეასრულოს. არც მეტი, არც ნაკლები. შენი ახსნა როგორც ყოველთვის იდეალურია. არის რამდენიმე დეტალი დასამატებელი. აი ეს. პირველ რიგში შენი მითითება სამეთაურო დრონზე სრულიად სწორია. ხშირად ამ ტექნიკას იყენებენ უკრაინელები, მაგრამ ასევე რუსებიც, თუმცა ძირითადად უკრაინელები. როდესაც ძლიერი ჯემინგის სიგნალია, იმ მომენტში, როცა არის რეპეტიტორი, რომელიც ფაქტობრივად მოძრავი რეპეტიტორია, სიგნალი, რომელიც ოპერატორისგან რეპეტიტორზე იგზავნება, შემდეგ ის ანაწილებს მას, ასე რომ ამ საკითხში სრულიად სწორად გამოიცანი. ყველა ის გუმბათი, რაც იქ არის, ბოლო დროს უკრაინელების მიერ დაკეთებული დანადგარებია, რადგან თითოეული მათგანი კონკრეტულ სიხშირეს ებრძვის. ამიტომ ხშირად მათ პორტატულ ზურგჩანთებშიც ვხედავთ. ჯარისკაცებს აქვთ ისინი, განსაკუთრებით დრონების ოპერატორებს, თან ატარებენ, რათა შექმნან დამცავი გუმბათი, რომელიც მათ დაიცავს. ჯემინგის სიგნალი და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით სპუფინგსაც შეუერთებს. ჯემინგის სიგნალი არის რაღაცა, რასაც ანტენების გამოყენებით აკეთებენ. კარგი? ამიტომ ეს დრონები იქნება ეს საზღვაო სახმელეთო თუ FPV, მაგრამ ბოლო დროს სახმელეთო დრონებიც იღებენ სიგნალს, რომელიც ძირითადად GPS-ია, თუმცა სიგნალი დედამიწაზე ძალიან სუსტად მოდის. ამიტომ, როდესაც ძლიერი ანტენა ეწინააღმდეგება სიგნალს, ის ახერხებს სიგნალის დაფარვას, ანუ მის დაბინდვას. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ტექნიკა არსებობს, რომელსაც ინგლისურად მეაკონინგი ეწოდება, ანუ მოქმედება იწყება არა ანტენიდან, არამედ მიმღებიდან. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ეს გაკეთდა. მე ვერ შევძელი შენთვის იმეილით გამეგზავნა, მაგრამ შემდეგ ამას დავამატებ ჩვენი კომუნიტისთვის. უკვე არსებობს რამდენიმე ანგარიში, განსაკუთრებით რუმინეთთან დაკავშირებით, ერთ-ერთი Spire 2025-ის, სადაც განმარტებულია, რომ თელ სანაპიროზე, განსაკუთრებით კონსტანცის რეგიონში, რუსული ანტენები იყო. აი ნახე, ძალიან პრაქტიკულ რაღაცას ვაჩვენებ ჩვენს კომუნიტს. ეს აქ მანგოა. და ძალიან პატარა მოწყობილობა. კარგი? ეს არის როუტერი. ზუსტად ისეთი, როგორიც ყველა სახლში გვაქვს. რას აკეთებს როუტერი? ის
იღებს ინტერნეტს ოპტიკური ბოჭკოსგან, ან სხვა სისტემებისგან, მაგალითად Starlink-იდან და ასე შემდეგ. შემდეგ კი იგი ანაწილებს ინტერნეტს ყველა მოწყობილობაზე, ყველა კომპიუტერსა და ტელეფონზე, რომლებიც ჩვენს სისტემაშია, ჩვენს ლოკალურ ქსელში, რომელსაც LAN-ი ეწოდება. როდესაც გვაქვს ასეთი მოწყობილობა, ჩვენ მას ხშირად ვიყენებთ კიბერუსაფრთხოებაში სიგნალის შესაწყვეტად. რას აკეთებს ეს? ეს არის უნივერსალური და ძალიან მარტივი რამ. როგორც კი მას დააკენებ ოპერაციულ სისტემას სახელად Pineapple, რას აკეთებს? სიგნალს იჭერს, წარმოიდგინე, ჩვენ სახლში. კარგი? ანუ ვიჭერთ მეზობლების სიგნალს. ამ მომენტში ჩვენ ვიცით, რომელი არის მეზობლის როუტერი, რა ქვია მას და რა არის მისი IP მისამართი. განსაკუთრებით თუ ეს ძველი როუტერია. IP მისამართი V4, V2, ბევრად უფრო მარტივია. და შემდეგ ვამატებთ ერთ რაღაცას, აი ამას, ანტენას. ეს კონკრეტულად არის 2.4 გიგაჰერცია. იმ მომენტში, როცა მისი მეგობარი შეცვლის თავის Wi-Fi-ს და შემდეგში მეორე დაუკავშირდება ამ ახალს, ნაცვლად თავისი ორიგინალისა. იმ მომენტში, როცა ანტენა უფრო ძლიერია, შეგიძლია დააგდო მისი კავშირი. ესეთ შემთხვევაში რას აკეთებ? აი აქ შემოდის სპუფინგი. რას აკეთებ? ამ უკვე მოამზადე ერთი სიტუაცია, რომელიც ფაქტობრივად დაკლონე ძალიან გალს შენი მეზობლისას. ამ შემთხვევაში ჩვენ სამოქალაქო სამყაროდან სამხედრო სამყაროში გადავდივართ. ასე რომ, ან აგდებ კავშირს და ელოდები, რომ ის სიგნალი შეეცდება თავიდან დაკავშირებას, ამიტომ მიჭერ და აკეთებ იმას, რასაც ამერიკელები man in the middle ეძახიან, შუაში დგები. და ცდილობ მოიპოვო ინფორმაცია გამგზავნიდან მიმღებამდე. რა ხდება? ისინი ამას man in the handshakes ეძახიან, ანუ თითქოს ხელს ართმევ აჯერებ, რომ შენ ხარ როუტერი, ამ შემთხვევაში დრონის და შუაში დგები და იმ შემთხვევაში სხვა კოორდინატებს აწვდები. ძალიან დიდი ალბათობით რაც მოხდა, სწორედ ეს იყო. ამიტომ თელ სანაპიროზე არა მხოლოდ რუსების ძლიერი ანტენები, არა მხოლოდ ნავები და პატარა ნავები, არამედ ძალიან დიდი ალბათობით იქ იქნებიან დანაყოფები, შესაძლოა მოძრავებიც კი თუ საჭირო გახდა. ესეთი პატარა ანტენა ახერხებს მიაღწიოს 10, 20, 30 მეტრს. მაგრამ ასევე შეუძლია კედლების გადალახვაც. ესე რომ ეს საკმაოდ კარგად გაკეთებული რამე. იმ მომენტში, როცა უფრო ძლიერს ყიდულობ, შეგიძლია სპექტრი გააფართო. ასე რომ, მაგალითად, როცა 30 კილომეტრზე საუბრობდი, ეს სწორია, ეს შესაძლებელია ძლიერი ფიქსირებული ანტენით. მაგრამ იმ ტერიტორიაზე იყო წითელი კორვეტა. ბოლო დროს, რადგან უკრაინელებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ისინი ხომალდებს უთყამდნენ და ასე შემდეგ, იქ იყო ეს 5 ხომალდი ჩრდილოვანი ფლოტიდან, რომლებიც შემდეგ ჩრდილოვან ფლოტში შედიან და დამოდიან, რადგან იცვლიან ფლობელს, ქვეყანას და ასე შემდეგ. რუსები დაახლოებით აცილებენ მათ, ვთქვათ, ახლოს არიან და შეიძლება დააყენონ ეს KT-25-იან კრასუსკა, რომელიც სანაპიროდან მოქმედებს, რადგან თითოეული ერთმანეთისთვის რიკოშეტად მუშედად მუშაობს, ერთი სიგნალი მეორეს ანულირებს, პრაქტიკულად ერთმანეთს ედებიან და უკრაინელების დრონის სიგნალი აღარ ისმის. და მათ შეუძლიათ ჩაერიონ სხვა აპარატით, რომელსაც უფრო ძლიერი სიგნალი აქვს, თუნდაც ტექნიკურად ნაკლები რადიუსი კონდეს, რადგან უფრო ლოკალურია. სხვათა შორის დაგანახოთ განსხვავება დრონსა და იმ დრონს შორის, რომელიც კონსტანცაში დასრულდა, ტიპური დრონი, მაგულა 5 როგორც ხედავთ, ტიპურ დრონ მაგულა 5, არ აქვს ყველა ის რეპიტერი და ასე შემდეგ. ჩაოლებრივ მას აქვს 1 ან 2 სათადარიგო, რამდენიმე კამერა და მსგავსი რაღაცები, ასე რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან. ის იყო საკომანდო დრონი და არავინ აგზავნის ჩაოლებრივ დრონს ესეთ საქმეზე. ესეთ რამეზე აგზავნიან საკომანდო დრონს. თუ მართლა გინდა ამის გაკეთება, თუ გინდა false flag-ის მოწყობა საკომანდო დრონს შორს გააჩერებ და სხვებს გაუშვებ, პრობლემა ისაა, რომ საკომანდო დრონი ირებს კომუნიკაციას და ავრცელებს მას. ასე რომ თუ ვინმე შუაში ჩაერევა, სწორედ ის დრონი მოხვდება. ეს ტიპური პრობლემაა, როცა ხდება ბრძანების ან ინფორმაციის ცენტრალიზაცია. თუ გაგტეხავენ, ყველას ერთად წაგართმევენ და არა სათითაოდ. აბსოლუტურად. ეს ასეა, მიდი ზემოთ. ეს საინტერესოა, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით ის ფაქტიც კი რომ მარშრუტი წინასწარ ქონდა დაყენებული და ის მართავდნენ, ვარჩვენებს რომ როცა კონტროლი აიღეს, დაახლოებით იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ. მე კიდევ ერთ ფაქტორს დავამატებ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რატო იყო ეს თელი აურზაური რუმინეთთან. ზუსტად ამ პერიოდში, რომელიც
ძალიან განსხვავდება იმ მოვლენებისგან, რაც წინა წლებში მოხდა. ანუ დრონები, რომლებიც შეცდომით ან ჩაჭრის შედეგად რუმინეთში ხდებოდნენ, მართალია, ბოლო 2 წელიწადში დრონები რუმინეთში ხდებოდნენ. მაგრამ ეს რუსების მხრიდან განზრახული არ იყო, რომ ზიანი მიეყენებინათ. სრულიად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე კვირის წინ დრონთან მოხდა, რომელიც კი მიხვებოდა მარშრუტს, რელიეფს და ასე შემდეგ და წავიდა. სხვათა შორის ორ განსაკუთრებულ რამეზე მიმითითეს, მე თქვენ მითხარით შემთხვევითია თუ არა, მაგრამ როცა ბევრ წერტილს ერთად ვსვამ, ის უბანი, სადაც რუმინული დრონი, რუსული დრონი რუმინეთში ჩავარდა, როგორ ქვია? მადლობთ. სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვიღაც აუცილებლად იცის, თუმცა როგორც ჩანს, ის ცნობილი უკრაინელი გმირია 1700-იანი წლებიდან. საინტერესოა რა, აი სწორედ გალაცში მთავრდება იმ უბანში, რომელსაც გმირის სახელი ქვია, მგონი მაშინ კაზაკები იყვნენ 1700-იან წლებში. საინტერესო ისტორია. მეორე ისაა, რომ სწორედ ივან მაზეპა, სწორია უბანს მაზეპა ქვია და ეს სწორედ ამ ამბავიდან მოდის. ხედავ ესეთი რაღაცები საინტერესოა რა, შემთხვევითია. მეორე რაც უფრო მნიშვნელოვანია ისაა, რომ რუმინელები იწყებენ ნეპტუნის პროექტს, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს გაზის უზარმაზარი საბადოს ათვისებას მათ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. საინტერესოა, სწორედ იმ ზონაში კონსტანცას წინ და ეს შეიძლება იყოს მათთვის გაფრთხილება, თითქოს ეუბნებიან თავი დაანებეთ, რადგან თუ დრონი პორტში ხდება, წარმოიდგინე როგორ შეგვიძლია რომელიმე ინფრასტრუქტურის დაზიანება. სხვანაირად ვერ აიხსნება ასეთი სწრაფი ესკალაცია მუქარის თვალსაზრისით. აქ არის კონსტანცა და აქ უნდა ამოქმედდეს ნეპტუნ დიპი, რომელიც უზარმაზარი პროექტია, ძალიან დიდი საბადო, რომელიც სხვათა შორის ძალიან დაეხმარებოდა ევროპას. ვსაუბრობთ 10 მილიარდ კუბურ მეტრზე წელიწადში 2027 წლიდან. ეს შემთხვევითობაა, ყველაფერი ეს ერთად. ჩემი აზრით, როცა 2, 3, 4 რამე ემთხვევა ერთმანეთს, შემთხვევითობას აღარ უჯერებ. გისმენთ ივან? არა, კიდევ ერთხელ, ყველაფერი სწორია. რადგან სპეკულაციის სამყაროში ვართ, მე მოვიყვანდი ერთ ტექნიკას, რომელსაც კიბერუსაფრთხოებაში იყენებენ. შენ ტოვებ, ამერიკელები ამას honeypots ეძახიან, ანუ თაფლის ქიღას. რატო? იმიტომ რომ გინდა რომ თავდამსხმელი იქ წავიდეს და თავისი კვალი დაბიტოოს. მე არ გამოურცხავ რომ უკრაინელებმა ეს დრონები honeypot-ად გამოიყენეს, რადგან დრონზე მიმღები ანტენები, მართვის სისტემები ბევრია. შესაძლოა მათ დაზვერვა ჩაატარეს, რომ ენახათ სად არის რუსული ანტენები. ამიტომ რა მონაცემებიც თავარმა დრონმა უკრაინაში გაგზავნა, ჩვენ ცხადია არ ვიცით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ ეს დაზვერვა ჩაატარეს. ამიტომ უფრო მეტად ვიდრე მანქანის ან გემის ძებნა, მათ შეიძლება ეძებნათ სად არის რუსების სიგნალები. ამიტომ ეს იყო როგორც სამსხვერპლო კრავი, ესე ვთქვათ, საქმისთვის შეცირული. სხვა მხრივ, თქვათ, გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, ასე რომ ორივე მხრიდან მოხდა მონაცემების შეგროვება, რა. ნახოთ მუშაობს თუ არა ჩვენი ჯემინგის სისტემა, შეგვიძლია თუ არა მათი დრონის გამოყენება და იქიდან ნახოთ აპ თუ არა მათ რაიმეს დაკეთების უნარი ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, თავარი საკითხი ისაა, რომ არავინ შესწირავს საკომანდო დრონს თვითმკვლელურ მისიაში წასასვლელად, როცა შეგიძლია მშვიდად გამოიყენოს სხვა დრონები. ეს აღარ იწვევს ეჭვს. ეს მაფიქრებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მისია. იმიტომ რომ პორტი ყოველთვის სტრატეგიული იყო. ძალიან დიდი ალბათობით მათ იციან, რომ იქ რუსული ერთეულებია, ალბათ მოძრავიც კი და სულთ გაიგონ, როგორ გადაადგილდებიან ისინი. შემდეგ კი ტარდება ჩვეულებრივი ტრიანგულაციები, სიგნალები, სინძლავრე, რამდენი დრო დასჭირდა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით შესაძლებელია დაახლოებით გაიგო, სად იმყოფებიან ისინი. სინამდვილეში მათ თავრობა უკვე 4 საათით ადრე გააფრთხილეს. ის 4 საათი, როცა თავშირი არ იყო, მიანიშნებს, რომ ის უკვე აყვანილი იყო, ან ვიღაც მართავდა, ან მსგავსი რამ ხდებოდა, რადგან 4 საათი დიდი დროა. ეს მართლაც ბევრია, ძალიან ბევრია.
ეს ცოტა არ არის. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რაც იმ 4 საათში მოხდა. სად წავიდნენ ეს გრონები, რა მარშრუტი გაიარეს, როცა გადახვედრილები იყვნენ. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ამჟამად რუმინეთის მთავრობა უკრაინის მთავრობასთან ცვლის, რათა ახსნას. თუ მე შენზე თავდასხმას ვაპირებ, 4 საათით ადრე არ გეტყვი. ნახე, დრონი წამართვეს და შენს ხარეს მოდის. ისინი ძალიან იხენებენ ამ სიტუაციას. გახსოვს რამდენიმე კვირის წინ ლატვიის საკითხიც იყო, ხო? და მათ ბევრი ერთეული ხავთ ლატვიაში, ლიტვაში. რატო? იმიტომ რომ ასე უკეთ შეუძლიათ მარაგის შევსება და განსაკუთრებით უფრო მშვიდ საწარმოო ზონაში არიან, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. სალამშვიდობისა, მახსოვს რომ შენთან მოვდივარ. თუ პუტინი ისევ რუსებს დაუბრუნდება და ომი გაგრძელდება, უბრალოდ ჰიდრას ახალი თავი დამოჩნდება. არ გონია რომ ვინც შემდეგ მოვა, აიღებს რისკს და ითქვის ბოდიში, იმან შეცდომა დაუშვა. აქ ყველაფერი თოჯინების თეატრია, ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. ხედავ რომ შემდეგისთვისაც რთული იქნება, უკეთესი იქნებოდა რომ მან აიღოს მთელი ბრალი საკუთარ თავზე. ალბათ ცოცხალი უფრო სასარგებლოა ვიდრე მკვდარი. ანუ გადადგეს კი, მაგრამ მთელი ბრალი თავის თავზე აიღოს. შეამჩნიეთ, ყველა სამხედრო გადაცემაში, ყველა აკრიტიკებს ომს, ყველა აკრიტიკებს გერასიმოვს, შოიგუს, გენერალ X, სეოლოვს, სეოლოვიევი წუწუნებს დრონებზე, რომლებიც სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში და სხვაგან ხვდებიან, მაგრამ არავისაუბრს გამბედაობა ბრალი მას დააკისროს ან მისი სახელი დაასახელოს. ყოველთვის ამბობენ, ვიპოვოთ ის, ვინც პასუხისმგებელია იმ სექტორზე, რომელიც კომპეტენტური უნდა ყოფილიყო არა მთელი ისტორიისთვის. სხვა გზა, საბოლოოდ არავისაუბრს გამბედაობა თითი მიუთითოს დიდ ბოზზე. ამისთვის დიდი დრო იქნება საჭირო. ასე რომ ცოცხალი უფრო სასარგებლოა. არის ერთი ცნობილი ხუმრობა, რომელსაც რუსულ მთავრობებზე ყვებიან, ხომ ასეა? როდესაც ვინმე რუსეთში პრემიერ-მინისტრი ხდება, წერს წერილს, უпростоრად ორ წერილს, ის დაეუბნება იმას, ვინც მის შემდეგ მოვა, თუ რამე მოხდება, გახსენი ეს წერილი. ხო ასეა. ხო ასეა. უпростоრად დაწერე ორი წერილია, ხო ასეა. პირველში გეუბნება, მოგესალმები ახალ თანამდებობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცოდე თუ რამე არასწორად წავა, მე დამაბრალე. და თუ საქმეები მართლაც უდად წავა, წერ წერილს. ეს უკვე იმისთვისა, ვინც შენ შემდეგ მოვა. აი ეს არის სისტემა, რომ წარმოდგენა შეგექმნას. ანუ ყოველთვის უნდა იპოვო ვიღაცა, ვიზეც დააბრალებ ყველაფერს. ცოტა იტალიაში ასე ხდება, არა? ცნობილი საუბარი, ეს წინა მთავრობის მემკვიდრეობაა. გათვლეთილია რა, როგორც რაც. მოდი ავხსნათ ეს საკითხიც, რაც ხდება სატელიტურ GPS დონეზე, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. დიახ, დიახ. თუ გინდა ჩასვი პირველი ფოტო რაც გვაქვს, პირველი სურათი, რომელიც შევქმენით. დიახ, ვეცდები გამოვიყენო, რაც შეიძლება მარტივი ტერმინები, რადგან ამას ყველა ვიყენებთ GPS. ყველამ ვიცით რა არის სატელიტი. ეხლა ის რაც ამ ყველაფრის უკან დგას, საკმაოდ რთული რამეა. არსებობს თანავარსკვლავედები. ის რასაც თითქმის ყველა ვიცნობთ, რადგან ვიყენებთ როგორც მობილურში, ასევე მანქანაში, არის GPS. GPS-ის თანავარსკვლავედი არის ამერიკული გლობალური პოზიციონირების სისტემა. თავიდან ის სამხედროებისთვის იყო, შემდეგ კი სამოქალაქო გახადეს. მას სულ 31 თანამგზავრი აქვს, მაგრამ მინიმუმ უნდა იყოს 4. დანარჩენი კი სარეზერვოა. ამიტომ თანამგზავრი გადადის დედამიწის ზედაპირზე და ზუსტად აკეთებს იმას, რასაც სურათზე ვხედავთ. ანუ მას შეუძლია გაგზავნოს სიგნალები და მიიღოს ისინი დედამიწის სადგურებიდან და ძირითადად გამოიყენება მდებარეობის დასათვლელად. ანუ გრძედი, განედი, სიმაღლე, ალტიტუდა და შესაბამისად ზუსტი მდებარეობა. კარგი? აბა რა მოხდა? ამ დღეებში სხვათა შორის სწორედ მირკომ გამაფრთხილა ამ საკითხზე, რადგან დიდი ხანია შეიმჩნეოდა ანომალიები, განსაკუთრებით მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში. კანადა, ევროპა, ყველაფერს უკან კვლევას. ვერიტასიოს არსებობა ფინი, არის ადამიანები, რომლებიც შედებდეს ისო. ერთმა კომპანიამ საბოლოოდ შეძლო, ესე ვთქვათ, ზუსტად დაედგინა რა იყო ეს და ამაზე საინტერესო კომპანიის მოკლე სურათი შეიქმნა. სხვათა შორის ამაზე ვსაუბრობდი ჩვენს მეგობართან, მან ეს უკვე ნანახი ქონდა და სტატიაც წაეკითხა.
ეს ძველი რამეა, ესე ვთქვათ, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე მისი დადასტურება. და სიგნალი, გახსოვთ იყო მომენტი, როცა იმავე თვითმფრინავმა, რომელშიც უსულა ფონ დერ ლაინი იმყოფებოდა, მოუხდა მოტრიალება და დაბრუნება, რადგან სიგნალი დაკარგა. მაშინვე გაირკვა, რომ რაღაც არანორმალური ხდებოდა, მაგრამ ეს ანომალია უკვე დიდი ხანია გრძელდება. ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა სენ ჰამფრიმ შეძლო ამის დამტკიცება. მან უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები შეაგროვა და შეძლო დაემტკიცებინა, რაც ხდებოდა. და რაც თავარია, შეძლო ამ ანომალიების ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირება. ასე რომ ეს ავტომატურად არ ხდება, არამედ კვირის დღეებში, სამუშაო დღეებში ხდება. 2 წამს გრძელდება სხვათა შორის. 2 წამი და ნახევარი გრძელდებოდა თუ არ ვცდები, ეს იყო სამშაბათსა და 4 შაბათს მეტნაკლებად განმეორებით, ასე რომ ზუსტად იმ 2 წამსა და ნახევარს უნდა მოხვედრილიყავი. ასე რომ როცა ეს ამბავი მოხდნენ, სულ უფრო მეტი მკვლევარი სხვადასხვა ადგილიდან ერთად შეიკრიბა და ბოლოს შეძლეს იმ 2 წამსა და ნახევარში მოხვედრა. საინტერესო ის არის, რომ ჩამქშობის სიგნალი ზუსტად არ ემთხვევა GPS-ის სიგნალს. ის იმდენად უახლოვდება, რომ შეიძლება ითქვას. ბარე. მაგრამ არა იმდენად, რომ დაემთხვეს. თითქოს ვიღაცა სურს შეამოწმოს ეფექტურობა, მაგრამ ისე, რომ ზედმეტი ხმაური და ყურადღება არ მიიქციოს. ზუსტად. და შემდეგ კიდე გავაკეთეთ ერთ შენიშვნას ისევ კიბერუსაფრთხოებაზე, რადგან აქ საქმე გვაქვს ჰაკერულ ქმედებებთან. კარგი? უფრო ჰაკერის ქმედებებს გავს ვიდრე აეროკოსმოსური ინჟინრისას. დადებითი მხარე ის არის, რომ ნატო ეს საკმაოდ დიდი ხანია იცის და ნატო მუდმივად აყალიბებს გუნდებს, რომლებიც ერთმანეთთან არ საუბრობენ, ისინი იყოფიან ლურჯებად და წითლებად. კარგი? ლურჯები დამცველები არიან, წითლები კი თავდამსხმელები. და თავდამსხმელებმა ყველა უნდა შეუტიონ, ყველაფერს, რაც ინფრასტრუქტურა. კარგი? და ეცადონ რომ შეაღწიონ. ნატოს წევრები ამას კეთილი განზრახვით აკეთებენ, სხვები კი ცოტა ნაკლებად. კარგი? რა ხდება? სატელიტები დალაგებულია ერთ კონსტელაციაში. ძალიან კარგი. ეს როგორ მუშაობს პოზიციონირება? ყველას გსმენია ცნობილი ტრიანგულაციის შესახებ, ანუ როგორ გპოულობენ მაშინ, როცა ჩვენს მობილურს ვიყენებთ. ისინი პროვაიდერი, როგორც არ უნდა იყოს ოპერატორი, იყენებს 3 ანტენას, 3 უჯრედს, რათა შეძლოს ჩვენი მდებარეობის პოვნა. სატელიტების სფეროში დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობდა ყველაფერი. თუმცა, როდესაც სიზუსტე უნდა გამხდარიყო 3-დან 5 მეტრამდე, ანუ თითქმის მილიმეტრიან დონეზე, სატელიტების დაშორების გათვალისწინებით საჭირო იყო მეოთხე სატელიტი. რატო კეთდება ეს? მას რას აკეთებენ სატელიტები? ისინი ყველა ერთსა და იმავე ორბიტაზე არიან, ხო ასე? ისინი შეიძლება იყვნენ გეოსტაციონარულები, ან უბრალოდ მოძრაობდნენ თავიანთი სიჩქარით, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე ორბიტაზე. მაშ რას აკეთებს სატელიტი? აგზავნის სიგნალს. რადგან ყველაფერი დაყენებულია საათზე. ანუ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი არის დრო. რამდენ ხანს სჭირდება სიგნალს? სატელიტიდან მიმღებამდე მიწაზე მისასვლელად და შემდეგ მიმღებიდან სატელიტისკენ. ეს გამოთმა საშუალებას იძლევა ვიცოდეთ მდებარეობა. დიახ, როგორც მიწაზე, ასევე სატელიტის მდებარეობა. რადგან, მოკლედ რო ვთქვათ, რთული საკითხებია, მაგრამ ძირითადად რა იყო საჭირო? მიცა, რა თქმა უნდა, ბრტყელი არ არის, არსებობს ატმოსფერო, რომელიც იწვევს სიგნალების დიფრაქციას და გადახრას. შეგიძლიათ იფიქროთ დედამიწის ბრუნვაზეც ამ დროს. დედამიწის ბრუნვა, იგივე სიჩქარე, ამინდი ყოველთვის ერთნაირი არ არის. და ეს ყველაფერი ამიტომ დრო ჩვეულებრივ ისინი მუშაობენ ატომური საათებით. ანუ აბსოლუტური სიზუსტე და სრულყოფილება, ხო ასე? თუმცა სიგნალი როცა მიწაზე აღწევს, სუსტია, ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომაც შეიძლება მისი ჩახშობა. მეოთხე თანამგზავრი რას გვაძლევს საშუალებას? სწორედ პოზიციის, გრძედის, განედის, სიმიმაღლის დამატებას. და დროს, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თანამგზავრების შემთხვევაში არ ხდება ტრიანგულაცია, როგორც მიწაზე, არამედ ხდება ტრილატერაცია. ამიტომ 4 თანამგზავრი ახერხებს ჩვენი ადგილმდებარეობა სულიად მისაღების სიზუსტით 3-4-5 მეტრში განსაზღვროს. თუ კარგად გახსოვთ წლების წინ როცა მანქანაში GPS ვიყენებდით, მოძრაობისას ჩვენი წერტილი GPS-ის რუკაზე ცოტა დრო სჭირდებოდა რეაგირებისთვის. ეხლა ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ხო ესე? ესე რომ 4 თანამგზავრით ზუსტ მდებარეობას ვირბთ. მირკო გავაგრძელოთ? აი ეს. ესე რომ ერთი თანამგზავრი მთლიანობაში დაუშვათ რომ ევროპაზეა, შეუძლია ერთგვარი გუმბათი დაფაროს.
რა თქმა უნდა, რადგან დედამიწა ბრტყელი არ არის, ყველაფერი სფეროებით მუშაობს. თანამგზავრი რას აკეთებს? უბრალოდ აგზავნის ზუსტი დროის სიგნალს. მიმრები მიწაზე იღებს სიგნალს და ითვლის, რამდენი დრო დასჭირდა სიგნალს მოსასვლელად. ამიტომ მანძილი არსებითად დაკავშირებულია იმასთან, თუ რა სიჩქარით მოვიდა სიგნალი ჩვენამდე და დროისა და ჩამოსვლის მომენტით. ამიტომ ერთი თანამგზავრით შეიძლება გაიგო მდებარეობა, მაგრამ ძალიან ფართოდ. ან თუ ჩვენ ვიმყოფებით ქუჩაში, შენობაში, ან გზაჯვარედინზე, ეს სრულიად განსხვავდება ქუჩის დასაწყისში ყოფნისგან. ამიტომ გვინდა თითქმის აბსოლუტური სიზუსტე. მირკო, გავაგრძელოთ? აი მეორე ნაბიჯი რომელია? ჩვენ გადაკვეთის წერტილს პოულობთ. რადგან ეს ყველა სფერო შემდეგ ერთმანეთში იკვეთება და პოზიცია უფრო და უფრო დეტალური ხდება. ამიტომ თითოეული სატელიტი ახალ შეზღუდვას ამატებს. ზუსტად ამ გადაკვეთის საშუალებით შეგვიძლია შევამციროთ არეალი, სანამ მესამე სატელიტით უკვე განსაზღვრული პოზიცია არ გვექნება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ უკვე განსაზღვრული პოზიცია გვაქვს. ბოლო ნაბიჯი. აი ეს. მეოთხე სატელიტი საშუალებას გვაძლევს დროის სინქრონიზაცია მოახდინოთ. მაგრამ რას აკეთებს ის? ის აშორებს არაერთ მნიშვნელოვნებას, ასწორებს შეცდომას. რადგან შემდეგ არის ჩვეულებრივი რაღაცები, რასაც ვამბობდით და ვიცოდით, დედამიწის ატმოსფერო, დიფრაქცია, ცხელი დღე განსხვავდება ცივი დღისგან, თუ არის ღრუბლები, თუ არ არის ღრუბლები და სხვა მსგავსი ფაქტორები. სატელიტური სიგნალები ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე რამაა, რაც არსებობს. აი რატო ხშირად თანამედროვე დროში მათ იყენებენ, ასევე ადვილად შეიძლება მათი ჩახშობა, რადგან სიგნალი მაინც გარდავს ინტენსივობას. ანუ რო გაგიჩნდეთ წარმოდგენა, სატელიტიდან მოსული საპასუხო სიგნალი, სადაც მას იჭერ დაახლოებით 20 ცედია მისი თავდაპირველი სიმძლავრის, ან კიდევ ნაკლები. ანუ ეს თითქმის შეუმჩნეველია. ამიტომ ცოტაც საკმარისია, რომ ხელი შეუშალო. მოკლედ ბიჭებო, ეს ის არაც ყველას გვემართებოდა და ახლაც გვემართება, როცა ავტომაგისტრალზე ვართ. მოდის მომენტი, როცა ორ რადიოსადგურს ვიჭერთ, რადგან სიგნალები იმდენად სუსტია, რომ ერთმანეთს ედებენ. ეს არის ის, რასაც სპუფინგი და ჯემინგი აკეთებს. ჯემინგი შეიძლება ან თლიანად დაფაროს სიგნალი, ან მეუგზავნი უფრო ძლიერ სიგნალს, ან თუ უფრო დახვეწილ რაღაცას ვაკეთებ, ვცდილობ რომ მას მიუბაძო. და ეხლა ამას დრონთან ერთად ნახავთ რა მოხდება და მე მას განსხვავებულ ინფორმაციასაც შემიძლია მივაწოდო. მოდი ეხლა პირდაპირ დრონის ნაწილზე გადავიდეთ, მირკო, ბოლო ნაწილზე. როგორ ხდება ჯამინგი? მაშ, ჯამინგი არ ხდება. და დაგვავიწყდება, გადავიდეთ ამფლეს პროფესორის ნაწილზე, რომ გავიგოთ რას აკეთებდნენ რუსები. და ჯამინგი არ ხდება სატელიტიდან, ის ხდება მიწისზე და მიმღებიდან. აგი? რატო? იმიტომ რომ სიგნალი სუსტია. ამიტომ თუ მაქვს ძლიერი ანტენა, როგორც ბევრ რუსულ პოზიციაზე, შემიძლია მთლიანად დავფარგო. ეს იგივეა როგორც რომ კონდეს რადიოსადგური, ბევრად უფრო ძლიერი ანტენით, ვიდრე ადგილობრივ სადგურს აქვს. მას დავფარგო. ფაქტობრივად ადგილობრივი სადგური ვეღარ გადასცემს სიგნალს, ვერავინ იღებს სიგნალს. ან კიდევ რას აკეთებს? ცდილობს დააკოპიროს იგი. ანუ ან კლონირებს, ან უბრალოდ ბაძავს. და რას აკეთებს? ცდილობს მცირე დაგვიანება დამოიწვიოს, კარგი? იმ მომენტში, როცა დრონის მიმღები ცდილობს წინ წასვლას, არ დაგვავიწყდეს, რომ ის გარკვეული სიჩქარით მოძრაობს, დაფრინავს, გარკვეულ სიმაღლეზეა და ასე შემდეგ. თუ მას მსგავსი სიგნალი მიუვა, რაც ადრე ვთქვით, მე გაუგზავნი ჩემს მეზობელს მსგავს სიგნალს და მოვათხოვებ, დრონი მოთხოვებული რჩება. და რას შემძლებ რომ გავაკეთებინა? შეიძლება ვაიძულო იფიქროს, რომ აგვიანებს. ამიტომ უნდა დააჩქაროს. შეიძლება ვაიძულო იფიქროს, რომ თავისი მარშრუტიდან გადაუხვია. ამიტომ უნდა გაასწოროს. შეიძლება საბოლოოდ ავალეცინ, ფაქტობრივად. ანუ ეს არის ის, რაც ხდება. და ეს მოხდა მაგალითად იქ ლატვიაში. როცა უკრაინული დრონი ჩამოვარდა ლატვიაში, ეს არ იყო იმიტომ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მათ შეძლეს ჩარევა და სხვა კოორდინატები მიეცათ. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ თუ მართლა არსებობს ისეთი ჰაკერი, რომელიც ძალიან კარგია, მას შეუძლია დრონს ახალი კოორდინატები ჩაუწეროს და სხვა მიმართულებით გაუშვას. არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, უკრაინული დრონები დღეს ძალიან დახვეწილია, მაგრამ მათ უზარმაზარი რაოდენობით აწარმოეს. და როგორ ახერხებენ მათ ფრენას? მათ აქვთ პლატა,
იტალიელებმა შექმნეს Arduino, ეხლა კი უფრო ხშირად იყენებენ ერთ მოწყობილობას, რომელსაც Raspberry ქვია. ეს არის პატარა კომპიუტერი, ჩიპი, რომელსაც პროგრამირებ და მითითებებს აძლევ. ამიტომ ძალიან მარტივი ქმედებებია შესასრულებელი. კარგი, ესე რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში კომერციულია. აუხსნათ, რას აკეთებენ რუსები GPS-ის სიგნალთან დაკავშირებით, ეს ტესტი, რომელიც უკვე გარკვეული დროა მეორდება, აი შეგიძლია დააფიქსირო, ან პროფესორის სტატია, ან ის რაც Argos-იდან გამოგიგზავნე. რო ვაჩვენოთ ერთი. ჯერ ერთი გრაფიკი, რომელიც რთულია, სწრაფად ავხსნით, მერე დავბრუნდებით საკითხზე, იმ სურათებიდან ერთ-ერთზე, რაც ჰქონდათ ანვარსკვლავედზე. რა ხდებოდა? დავიწყოთ ახსნა ზებირად. შენიშნეს, რომ გარკვეულ სრულიად შემთხვევით სიტუაციებში სიგნალი, წარმოიდგინე ელექტროკარდიოგრამა, მიდის ესე. ანუ ჩვეულებრივი სენსორები ესე მუშაობენ, აგზავნიან სიგნალს, არის რაღაცა, რაც მას აფიქსირებს, ხო ესეა? მოდით წარმოვიდგინოთ Excel-ის გრაფიკი, ან მსგავსი რა. უეცრად იყო ვარდნის პიკი. ნახოთ თუ სიგნალზე, ცოტა მოგვიანებით, აი იქ არიან, ხო ასეა. ამიტომ CNR სიგნალებზე არ ღირსაუბარი, არ მინდა ავხსნა, რადგან ეს ცოტა რთული თემებია. მაგრამ ვნახოთ ეს ხაზები სხვადასხვა ფერებში, ისინი ძირითადად ჰორიზონტალური, ანუ ძალიან სტაბილური. შემდეგ იყო მომენტი, როცა ისინი მკვეთრად ეცემოდნენ, როგორც აქციები ბირჟაზე. მაგრამ მაშინვე აღდგებოდნენ. 2 წუთი და ნახევარი, 2 წამი და ნახევარი. რა ხდება ამ შემთხვევაში? ამას ძალიან ხშირად იყენებენ მათ შორის თავდამსხმელებიც, რადგან თუ დამცველები, როგორც ადრე ვთქვით, Blue Team-დან ყურადღებიანები არიან, ისინი შეამჩნევენ, რომ ანომალია მოხდა. ამიტომ ნამდვილი პროფესიონალი რას აკეთებს? ის ნებისმიერ პრობლემას შეგაპარებს და მაშინვე მოხსნის, რომ ვერ შეამჩნიო. მით უმეტეს დღესდღეობით სიტუაცია ძალიან ავტომატიზებულია, ამიტომ ძალიან ადვილია ამის შემჩნევა. რა ხდებოდა? თუ შენ, მე ამას კიდე ავხსნით სატელიტებით. თუ დაბრუნდები ერთ-ერთ იმ სურათთან, რომელიც სატელიტებამდე გქონდა, ვამბობ. ივა, მაგრამ მე ამაზე საათ ნახევარი ვერ ვილაპარაკებ. ანუ უნდა ვილაპარაკო, არა, ძალიან სწრაფად გავული ამას. და ამას მაშინვე დავხურავთ. აი ესე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენი GPS-ის თანავარსკვლავედი, რუსებს თავიანთი თანავარსკვლავედი ქონდათ უფრო მაღლა. კარგი? ამიტომ ისინი აგზავნიდნენ ბევრად უფრო ძლიერ სიგნალს. ისე რომ ეს სიგნალი უფრო ძლიერი ყოფილიყო ვიდრე ის, რასაც GPS აგზავნიდა და მიმღებები შენ ცდომაში შეხავდათ ძირითადად. ისინი წყვეტდნენ კომუნიკაციას GPS-თან. სიგნალი იკარგებოდა, ესეთ მომენტებში შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. შეგიძლია დაამტკიცო, რომ მას გამორთავ ძირითადად, ან დამალავ, ან საბოლოოდ, როგორც არის ანალიტიკოსების მთელი სერია, რომლებმაც ეს ჰიპოთეზა წარმოადგინეს, ეს კლასიკური რამეა, რასაც ჰაკერები აკეთებენ. იმ მომენტში, როცა მას ვაჩერებ, შემიძლია რაღაცები ჩაუშვა მასში, რომ ცადო ინფორმაციის გადება. გაჩერდი. ასე რომ პრაქტიკულად, მაგრამ უკვე 2 წელია ამაზე ფიქრობდნენ. როგორც ნახეთ, არსებობს ჩინური სატელიტი მექანიკური მკლავით, რომელიც ტექნიკურად ამას შეძლებს. ასე რომ ბევრი რამ ვითარდება. საუბრობენ კვანტურ კომუნიკაციაზე, საუბრობენ დედამიწაზე განთავსებულ რადარის ანტენის სისტემებზე, რომლებიც ალბათ უფრო უსაფრთხოა, რადგან უფრო ძლიერია და უფრო რთულია მათი ჩახშობა. ნატოშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც უკვე იწყებენ ამ ანტენების დაყენებას, რათა თავიდან აიცილონ ესეთი ტიპის პრობლემები. რადგან რეალურად GPS-ებიც და GLONASS-იც უკიდურესად მოწყვლადია, ეს ძალიან სუსტი სიგნალებია, ამიტომ ადვილია მათში ჩარევა, ადვილია შუაში შეღწევა. ფათაშორის რუსული სისტემები, რომლებიც ძალიან აქტიურად ეწევიან ელექტრონულ ომს, უკვე კარგა ხანია ახერხებენ Starlink-ის სიგნალების შეღწევას და ასე შემდეგ. ამიტომ ამის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ Veritasium-ის ვიდეოები, სადაც ეს ყველაფერი ახსნილია, რა თქმა უნდა, მთელი კვლევების ისტორიის მოყოლით და ასე შემდეგ. ჩვენ ცადეთ ეს შეგვემოკლებინა. ეხლა დავიდეთ იმაზე, რაც ადგილზე ხდება, რადგან ეს საინტერესოა. ამ პერიოდში მე ყოველთვის ვცდილობ ვიფიქრო იმაზე, რომ ამ პერიოდში უკრაინელები არ უტევენ ზაპორიჟიას კორიდორს. ზანკოიდან მელიტოპოლამდე, მარიუპოლში, ასევე დონეცკის რეგიონში უამრავი დრონით და ისინი დიდ ზიანს აყენებენ. მათ აქვთ უპირატესობა, რადგან ამ მომენტში ამას ახერხებენ. ნამდვილად აქვთ სიგნალის გამეორების საშუალება
რადგან სხვანაირად რუსები შეძლებდნენ მის ჩახშობას ამასაც კი, მაგრამ ხშირად ისინი გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. მაგალითად, მიდიან რომელიღაცა ზონაში, შემდეგ თვითონ პოულობენ სამიზნეებს, ასე რომ ამ ეტაპზე შეგიძლია ჩაახშო კიდეც. ის მაინც კამერის საშუალებით ხედავს სამიზნეს, რომელსაც უნდა დაარტყას და ძალიან ბევრ ზიანს აფენებენ. სინამდვილეში ამ პერიოდში შემნიშნე, რომ ძალიან კონცენტრირებულები არიან. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდება ყველა სათვისტო მანქანაზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ეზიდებიან საწვავს და საბრძოლო მასალას, ასევე ლოკომოტივებსაც, რომლებიც განსაკუთრებით ძვირია შესაძლებლად. ვიღაცა ამბობს, მაგრამ რატო არ უტევენ რკინიგზებს? იმიტომ რომ ისინი იაფია. სულიად არაფერს ღირს, რამდენიმე სარკინიგზოლიან დადის აღდრინა, შედარებით ლოკომოტივთან. ეს უკრაინული მოქმედება, როგორც ხედავთ, მაგალითებია. ნახეთ, რამდენია ესეთი. ესენი ყველა ვიდეოს მაგალითებია, რომლებიც გზის გასწვრივ არის გეოლოკაციით დადასტურებული. ასე რომ თუ ვინმეს მტკიცებულება უნდა, არა, მაგრამ როგორ ამბობ, რომ ასობით თავდასხმა. ნახეთ. ესენი მხოლოდ ბოლო 2 თვის შემთხვევებია. ესენი ყველაზე ბოლო შემთხვევებია, რომლებიც დონეცკის მახლობლად მოხდა. მათ შორის რუსი სამხედრო ბლოგერები ამაზე ბევრს საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ ომი ყოველ 6 თვეში უარესდება და ეხლა ლოგისტიკური არეულობის დონე უზარმაზარია. ეს საინტერესოა ორი მოიცადეთ, სულათი შემეშალა. ნახოთ, აი აქ არის, შეიძლება ზედმეტიც იყოს, აი აქ არის. ეს არის ბოლო მოვლენები, რომლებიც დონეცკში მოხდა. საინტერესოა, რომ უკრაინელები კონცენტრირებულად არ ესხმიან თავს რუსულ ლოგისტიკას. სწორედ იმ ფრონტებზე, სადაც რუსები უტევენ. ეს მაფიქრებს, ძალიან მაფიქრებს. ამ მომენტში რუსები ძალიან კონცენტრირებულები არიან ოსტიანტინივკაზე, სივერსკის ფრონტზე, კრავატოვისკენ. ლიმანის ფრონტზე ეს არის ყველაზე აქტიური ფრონტები. სამაგიეროდ ისინი ძალიან აქტიურები არიან ზაპოროჟიეს ფრონტზე, რომელიც არ არის ის ფრონტი, სადაც რუსები განსაკუთრებულად აჭერენ. ეს არის ფრონტი, სადაც ამ მომენტში უკრაინელები საკმაოდ აქტიურად უტევენ კამიანსკის რაიონში. ყველაფერი კარგადაა, სანამ არ მივხვდებით, რომ ეს უპირატესობა, რაც ახლა უკრაინელებს აქვთ, ადვილად გასამეორებელია. ანუ რა მოხდება, როცა რუსები აითვისებენ ამ სისტემას და თავადაც დაიწყებენ მის გამოყენებას? ეს აძლევს უკრაინელებს დროის ჩარჩოს, როცა იციან რომ უნდა იმოქმედონ, თორე სხვანაირად ვერ მიაღწევენ შედეგს. ამ დემონტაჟის და რელიეფის ფორმირების პროცესიდან არაფერი არ არის უშედეგო, უკვე გარკვეული შედეგებიც ჩანს. რო გადიჭდეთ წარმოდგენა, ამ დრონების მოქმედებასთან ერთად მიმდინარეობს რამდენიმე ხიდის შეტევა, რომლებიც ყირიმს ატავშირებს. ამ ეტაპზე რუსებს უწევთ ყირიმში შესასვლელად ყველაზე გრძელი მარშრუტის გავლა. და ეს განსაკუთრებით ყირიმის შიგნით უამრავ პრობლემას იწვევს. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ვიკითხო რა არის მიზანი იმისა თუ რატო კონცენტრირდებიან უკრაინელები ამ რეგიონზე. სიმფეროპოლი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, მარიუპოლი. ეს არ არის რეგიონი, სადაც ყველაზე დიდი რუსული აქტივობაა. რადგან ძირითადი მოქმედებები დონეცკის ჩრდილოეთით ხდება. თუ ამ მიმართულებით პროაქტიულად რამის გაკეთება გინდა. შენ არ ვღუდავ მოწინააღმდეგეს თავარ ფრონტზე, სადაც ისინი აწვევიან, არამედ ასუსტებ იქ, სადაც ის უკვე ტექნიკურად უფრო სუსტია. სხვათა შორის ეს ზუსტად იგივე რეგიონია, თუ გახსოვთ, სადაც რამდენიმე ლაივში გაჩვენეთ, ლაივში ვეძებდით მათ, სადაც უკრაინელები საშუალოდ კონცენტრირდებიან. რადარების, ადრეული გაფრთხილების სისტემების, პანცირის, ბუკის, ეს სამასის, სოთხასის განადგურებაში, ალბათ ასევე ამ დრონების მოქმედების ხარდასაჭერადაც. ამავდროულად მგონია, რომ მალე დაიწყებენ პლანირების ბომბების გამოყენებასაც პირველ მისიებში მირაჟ 2000-ით და F-16-ით. ეს არის რუკები, სადაც ყველა განხორციელებული თავდასხმა მონიშნული, რომლებიც სინამდვილეში ძალიან ბევრია, როგორც ხედავთ, სხვადასხვა ზონაში მართლაც უამრავია, დონეცკშიც კი რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ამ რეგიონში ხდება. სხვათა შორის ხიდზე თავდასხმის დროს თვითონ თავდასხმა ხიდზე არ ჩანდა.
რომელიც აკავშირებს არა ქერჩ, აქ არის მთელი რიდი პატარა ხიდებისა, რომლებიც აკავშირებენ ყირიმს ხერსონის ოლქთან. ბოლო ჯერზე, როცა უკრაინელებმა იმ ხიდზე თავდასხმა დაანახორციელეს, ეს იყო Storm Shadows-ით 2023 წელს და დამთხოვით ეს იყო შეტევამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შეტევაზე გადავლენ, მაგრამ ნამდვილად ცდილობენ ბევრი პრობლემა შექმნას. ეს არის რუკა, რომელიც გამოაქვეყნეს რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, სადაც ყირიმში ბენზინი არ არის. საწვავის სადგურები, რომლებიც ცითლად ამონიშნული, ბენზინი არ აქვთ, ნარინჯისფრად მონიშნულები კი, კარგად არ არიან, სინამდვილეში მწვანედ უნდა იყოს. ამ მომენტში მათ ბენზინი შეზღუდეს. საინტერესოა ნახოთ ეს უკრაინული აქტივობა, რომელიც ამ მომენტში კონცენტრირებულია ჩონთრილი ჩონჰარის ხიდზე. აქ ხედავთ, ეს ყველაფერი პატარა ნახევარკუნძულებია, რომლებიც ამ ხიდებით უკავშირდება ერთმანეთს. მე მთელი ეს აქტივობა ანტისაჰაერო სისტემების, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ლოგისტიკის და ასე შემდეგ წინააღმდეგ მაფიქრებს, რომ აქ რაღაც ხდება. რატომ მთელი ეს ძალისხმევა ზონისთვის, რომელიც განსაკუთრებით აქტიური არ არის, დიდად აზრიანი არ არის, თუ რამეს არ აპირებ. ვიღაცამ ჩატში იგითხა, მართალია თუ არა, კიმბურნის ნახევარკუნძულის ამბავი, თითქოს რუსები გაიყვანეს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ყველაზე წვეტიანი ნაწილი და თქვათ ასე, არა ბოლომდე, იმიტომ რომ ლოგისტიკის მხრივ მისი შენარჩუნება ძალიან პრობლემურია. მართალია ეშინოდათ დესანტის უკრაინული თავდასხმების და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ რუსები ამ პატარა ნაწილიდან გაიყვანენ ჯარს, მაშინ უცებ უკრაინელები მოულენ და დაიკავებენ მას. ეს ადგილი ყველასთვის ერთგვარი ჩიხია. არც ისე მნიშვნელოვანი ან საინტერესოა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერმა ინწერტილიდან უკან დახევამდე მიიყვანა საქმე, შეიძლება მიუთითებდეს, რომ ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება. და ეს გვიჩვენებს, რომ ფრონტი ორივე მხარეს 100 კილომეტრით იზრდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ ზაპორიჟიამდე და კიდევ უფრო შორს, დნიპრომდე დრონებს შეუძლიათ მიაღწიონ. თუ რუსები ზუსტად უკრაინულ სისტემას დაიწყებენ გამეორებას და ერთი საინტერესო რამეზე ჩივიან რუსები, როგორც ვნახე, ჩივიან, რომ მათ არ აქვთ დიდი დრონები. დიდი დრონები აუცილებელი არა მხოლოდ საბრძოლოთვის გადასატანად, არამედ იმიტომაც, რომ მათ შეუძლიათ სიგნალის გამეორება, რაც საშუალებას გაძლევს უფრო ღრმად შეიჭრან. და მართლაც, ისინი ამობენ, ჩვენ არ ხვალთ ბაბაიაგა, არ ხვალთ დრონები, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ მადალითად ამ ხიდებზე თავდასხმისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუ მოინდომებენ 4-დან 6 თვეში მათაც შეუძლიათ ესეთი სისტემის გამეორება. ამ შემთხვევაში ეს დიდი პრობლემა ხდება, ამიტომ ველოდები, რომ უკრაინელები რაღაცას გააკეთებენ, რათა გამოიყენონ დროის ეს მონაკვეთი, როცა მათ ეს უპირატესობა აქვთ. არც მეტი, არც ნაკლები. ეხლა არის დრო, არ გავა 6 თვე, რომ ეს სისტემა, რომელიც ადვილად გასამეორებელია, რადგან არ არის საქმე იმაში, რომ მათ არ ვიცი რა ტექნოლოგია გამოიგონეს, რაც ამომის ერთ-ერთი პრობლემაა, ხო? ყველაფერი ძალიან დაბალი ტექნოლოგიური დონონისაა, ამიტომ ადვილად გასამეორებელია და შესაბამისად შეგიძლია ელოდო, რომ მოწინააღმდეგეც თუ რამეს გააკეთებ, რაც მუშაობს, რამდენიმე თვეში ისიც გააკეთებს. და რა სცენარი იქნება 6 თვეში ან 1 წელიწადში, თუ ორივე დაიწყებს შეტევას დრონებით 150-200 კილომეტრზე. ეს ნიშნავს, რომ არავინ მიდის არსად. რადგან თუ ყველა შეძლებს ყველას შეტევას 150 კილომეტრიან ზოლში სამხრეთით და ჩრდილოეთით შეუძლებელი დახდება ვინმემ რაიმე გააკეთოს. ვის აქვს სარგებელი ამ სცენარიდან? შენი აზრით ივან? რუსები. მასშტაბურად კი, თუ იგივეს უფრო ფართო მასშტაბით შეძლებელი ვიდრე უკრაინა, ნამდვილად უამრავ პრობლემას შექმნიათ. ამ დროის მონაკვეთს უკრაინელებმა რაღაცისთვის უნდა დამოიყენონ. გაითვალისწინეთ, რომ უკრაინელებს უკვე კარგა ხანია შეტევითი მოქმედებები არ ქონიათ. გარდა იმ მცირე მოქმედებისა, რომელიც ოკულიაპოლოს ჩრდილოეთი ტერიტორიის დასაბრუნებლად ჩაატარეს, ჩვენ არ გვინახავს არც დიდი ოპერაციები და არც სერიოზული მცდელობები. ამიტომ ეს ფაქტი გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ ვითარდება ომი. მოდით გადავიდეთ ფრონტებზე არსებულ სიტუაციებზე, რადგან ეს საინტერესოა. ცხადია, ლაივის მთავარი თემა არის კოსტიანტინივკა.
რადგან კოსტიანტინივკა საკვანძო წერტილია კრამატორსკთან და სლოვიანსკთან მიმართებაში. ჯერ ნახოთ რა ხდება უფრო ჩრდილოეთ ფრონტებზე. მე ყოველთვის საათის ისრის მიმართულებით ვაკეთებ მიმოხილვას. ოჩაში რუსები პრაქტიკულად განაგრძობენ ამ ზონების გაზრდას. ბუფერული ზონები, რომლებიც, როგორც ხედავთ, უკრაინული დანაყოფების განლაგებას მაინც აკავებენ. მათ იქ უნდა დარჩნენ და უყურონ ხომ არ მოხდება რამე. მაგრამ ზოგადად სუმის ზონაში, ოჩას ზონაში დიდი შეტევითი მოძრაობები არ არის. ბოლო დროს ვიღაც კითხულობდა კუპიანსკზე. კუპიანსკთან მუდმივი პრობლემა არსებობს იმ მხრივ, რომ რუსული და უკრაინული დანაყოფების გეოლოკაციები წინააღმდეგობრივია. იცით ივან, რატო აკეთებს ეს რუკების შემკენლების უმეტესობა? ეს არის მიგერძოების საკითხი. ხედავს ორ კაცს ვიდეოში, აქ ორი რუსია, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ადგილი რუსებმა აიღეს. შემდეგ აღარ აინტერესებს თუ მეორე დღეს დრონმა დაარტყა და ისინი იქ აღარ არიან. და ეს ფაქტობრივად უზარმაზარ დებატებს ქმნის ოსინთის სამყაროში, მათ შორის ვინც მეთოდს არ იყენებს. ანუ პირველ რიგში საჭიროა ერთი და იმავე ფაქტის რამდენიმე დადასტურება, რომ პოზიცია გამყარებულია, მაგრამ ზოგადად კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული აქტივობის დაბრუნება ხდება. ეს მრავალჯერადი რუსული გეოლოკაციები, როგორც ხედავთ, მოწმობს, რომ მაინც აქტივობა გაზრდილია. თავრად აღმოსავლეთ ნაწილში და ნაწილობრივ ჩრდილოეთით კუპიანსკის მიმართ, ესენი კი გეოლოკაციებია ცისფერში. არის რუსული დანაყოფი, რომელმაც უკრაინელებს შეუტია. ასე რომ, სულ მცირე ეს გვეუბნება, რომ ეს ტერიტორია ნამდვილად უკრაინელების ხელში. რატო არის ეს უზარმაზარი ნაცრისფერი ზონები? იმიტომ რომ სულად ვერ ახერხებ ჰუკაზე ასახვას. რადგან ტენდენცია რომ ტერიტორიაზე კონტროლს არ ამყარებენ, იმიტომ რომ არ ხდება კონსოლიდაცია, ცადე შენ თვითონ ჩააყენო 100 კაცი ისეთ ზონაში, სადაც თითოეულ კაცზე საათში ერთხელ დრონი მოდის. ამას ვერ გააკეთებ. უნდა წახვიდე და პირდაპირ თვითონ დრონების ოპერატორებს შეუტიო. ეს არის ზონა, რომელიც ცოტა უფრო სამხრეთითაა კუპიანსკისგან, ჩვენ ვართ ლიმანის ჩრდილოეთით, კუპიანსკის სამხრეთით. მეტნაკლებად ზონა ამ მხრივ უცვლელი დარჩა, დიდი ცვლილებები არ არის. თუმცა არსებობს რუსების გეოლოკაციები ლიმანის შიგნით. რატომ ვიცით ეს? იმიტომ რომ არსებობს უკრაინული ვიდეოები, საკმარისია სიმბოლიკის ნახვა, სადაც ამბობენ, ნახეთ ამ ზონაში ქვეითებს დავარტყით. ეს ნიშნავს, რომ რუსები ლიმანში არიან, ორი ქვეითი, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილები არიან, ამიტომ ხშირად იყენებენ ამ ვიდეოებს აბსურდული განცხადებების გასაკეთებლად. სხვა სიტუაცია კოსტიანტინივკის შემთხვევაში, რადგან იქ გეოლოკაციები მართლაც ბევრია, თუმცა რთულია ზუსტად განვსაზღვროთ რა ხდება. თუ შევხედავთ სლოვიანსკის ზონას, რომელიც უფრო სამხრეთითაა, აქაც ხედავთ რუსული ძალების შეღწევას, რომლებიც სულ უფრო მეტად აწვევიან უკრაინულ ნაწილებს. განსაკუთრებით მიკოლაივკის ზონაში, რომელიც როგორც ხედავთ, ამაღლებული რელიეფია, ამიტომ უკრაინელები ამ ტერიტორიიდან დრონებით აკულდებიან. დრონების ოპერატორებს ყოველთვის აქვთ უპირატესობა, რადგან თუ ანტენა ზემოთაა დამონტაჟებული, მათ უკეთ შეუძლიათ მუშაობა. ყველა ცდილობს დაიკავოს ბურთსვიანი ადგილები, რადგან აქ დრონის ოპერატორი იყო. კოსტიანტინივკის ჩრდილოეთი ზონა და აქ იწყება ის პრობლემები, რაც ხდება. რუსები იწყებენ მარკოვესკენ მიახლოებას. რადგან მარკოვი ჩვენთვის საინტერესოა. რადგან თუ კოსტიანტინივკა დაეცემა, რუსები აუცილებლად ეცდებიან ამ ბორცვების სისტემის აღებას. ერთ-ერთი იშვიათი მაღლობი, რომელიც პრაქტიკულად კოსტიანტინივკასა და კრამატორსკ-სლოვიანსკს შორის მდებარეობს. და ნამდვილად მარკოვიდან დაწყება ყველაზე მარტივი გზა, ისევე როგორც ჩასივი არის. მთელი ეს დებატი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რაც ლაივის მიზეზიცაა, ეხება იმას, რაც კოსტიანტინივკაში ხდება. კოსტიანტინივკაში. რადგან კოსტიანტინივკა ლოგისტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი წერტილია წინსვლისთვის. და ის მდებარეობს დაახლოებით ხეობაში, საკმაოდ უცნაურ რელიეფზე, უცნაურ მიწაზე. სინამდვილეში უკრაინელებს პრობლემები მაშინ დაეწყოთ, როცა რუსებმა აიღეს ბერესტოვე, 220 მეტრიანი ბორცვი რო გაიგოთ და ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია 240 მეტრი.
იქიდან მათი დრონების ოპერატორებმა დაიწყეს უკრაინული აქტივობის კონტროლი ქალაქის შიგნით. და ამ მომენტში კოსტიანტინოვკის შიგნით ორი განსხვავებული რამ ხდება. ერთი არის ტერიტორია, სადაც ნამდვილად რუსები არიან, მაგალითად ინივკა და ასეთ უბნებში და მეორე ის ზონები, სადაც კოსტიანტინოვკის შიგნით როგორც რუსები, ისე უკრაინელები იქნენ ნანახი. და ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვითი ხაზი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა რუსების ქალაქის კონგლომერატს გარეთ შეკავებას, აღარ არსებობს. რატო აღარ არსებობს? Because my entrano margir და მარცხნივ. და თუ განსხვავებებს დავაკვირდებით, ლურჯი წერტილები უკრაინული გეოლოკაციებია, ნიშნავს რუსულ ვიდეოებს, რომლებიც აჩვენებს თავდასხმებს უკრაინულ ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ესენი ეს რიგი აქვს გზის გასწვრივ ყველა უკრაინული ტექნიკა. მათი პრობლემა ისაა, რომ კოსტიანტინოვკაში შესასვლელად ლოგისტიკა ამ ორ გზაზეა დამოკიდებული. ამიტომ ისინი რუსები აქ ცივე მასშტაბით აკეთებენ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ. ზაპორიჟიას კორიდორზე, იმ ავტოსტრადაზე, ისინი ბლოკავენ ყველაფერს, რაც კოსტიანტინოვკაში შესვლას ცდილობს. და აქ ვამჩნევთ, რომ წითელი და ლურჯი წერტილები გადაკვეთილია. უკრაინული ვიდეოების გეოლოკაციების რაოდენობა, რომლებიც აჩვენებენ დრონით თავდასხმას. ყველა რუსი ქვეითით, ან რუსული ვიდეოებით, რომლებიც აჩვენებენ თავდასხმას უკრაინულ მანქანაზე, ან უკრაინულ ქვეითზე, ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული. პრაქტიკულად ვეღარაფერი ესმის. ისტორიულად, როცა რუსებს შესვლა გამოსდით, გარდა კუპიანსკისა, რომელიც ცოტა მოულოდნელი იყო, ჩვეულებრივ რუსები, როცა ქალაქში შესვლა გამოსდით და მეტი ადამიანი ხავთ, ნელ-ნელა ახერხებენ მის აღებას, ეს ვთქვათ ომის კვლევის ინსტიტუტის რუკაა, თქვენ მითხარით თუ რამეს გაიგებთ აქედან. ჩვენ ვცადეთ და ჩემი აზრით კარდადაც მოვიქეცით, შემდეგ ვილაპარაკებთ კოსტიანტინოვკას დანარჩენ ნაწილზეც, მაგრამ მინდა მცირე შეხვედრა გავაკეთო მეთოდოლოგიაზე. ამ თვეებში ყველა ლაპარაკობს მიწაზე, ხო ესეა? ლაპარაკობენ კვადრატულ კილომეტრებზე. უკვე 3 წელია ვისმენ ამ კვადრატული კილომეტრების ამბავს. ჩემს პირდაპირ ეთერებში ყოველთვის ვცდილობდი მეთქვა ფრთხილად ეს დაახლოებით იმას გავს, რომ რუსებს 2050 წლამდე დასჭირდებათ ამ ტერიტორიის ასაღებად. დიახ, თუ იგივე დონეზეა თავდაცვითი ფენები. ვერ იფიქრებ, რომ თუ რუსები გადალახავდნენ უკრაინის თავდაცვით ხაზებს, როგორც ეს ხდებოდა 2025 წლის ზაფხულში, მაშინ სიჩქარე იგივე იქნებოდა. თუ გამაგრებული ტერიტორია იგივეა, აშკარა რომ სიჩქარე იგივე დარჩება. მაგრამ თუ თავდაცვითი სისტემები ნაკლებია, წარმოუდგენელია, რომ სიჩქარე იგივე იქნება. ეს უბრალოდ არალოგიკურია. დღეს დიდ ყურადღებას აქცევენ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრებს, გაგებულსაც. და ნამდვილად არის შენელება იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსებმა დაიკავეს. რადგან, რა თქმა უნდა, უკრაინელებმა კიდევ ტერიტორია დაიბრუნეს და ყველაფერს მხოლოდ კვადრატული კილომეტრებით აფასებენ. და მე ვთქვი ბოდიში, მაგრამ თუ უკრაინელები აიღებენ 100 კილომეტრს ველებს ჯულია-კულიას პოლეს, ჩრდილოეთ სექტორში და დაიბრუნებენ თავიანთ პოზიციებს, ხოლო რუსები აიღებენ კოსტიანტინოვკას, მადლობა. შეგვიძლია ვითამაშოთ და ვთქვათ, რომ რუსებმა აიღეს, დაკარდეს ტერიტორია, რადგან შეიძლება კოსტიანტინოვკა მხოლოდ 30 კვადრატული კილომეტრია. ამიტომაც გრაფიკებზე ეს იქნებოდა ++ 70 უკრაინელების სასარგებლოდ. მაშინ უთხრა ივანს, ერთი მომისმინე, მე მოგცემ ამ კრიტერიუმების სიას. გამოიყენე ხელოვნური ინტელექტი, რადგან კრიტერიუმების სია. უნდა გაითვალისწინო მიწა, მდინარეების არსებობა, სიმაღლე, თავდაცვითი სისტემების არსებობა, იმ მიწის ლოგისტიკური კავშირები, არის თუ არა ურბანული ტერიტორია. ამ ყველაფერს ერთად უნდა შეხედო. კოსტიანტინოვკის 1 კვადრატული კილომეტრი 10-ჯერ უფრო ფასობს, ვიდრე უბრალოდ სანგრიანი მინდორი. ეს სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ შევქმნით პატარა ნაშრომი, რომელსაც შემდეგ შეიძლება უფრო მეტადაც განავითაროთ, ანუ მიწების სტრატეგიული მნიშვნელობა. და ამიერიდან ჩემს ლაივებში აღარ ვისაუბრებ კვადრატულ კილომეტრებზე, არამედ იმ კვადრატული კილომეტრების ხარისხსა და შინაგან ღირებულებაზე ვისაუბრებ. სტრატეგიული, ლოგისტიკური და სხვა თვალსაზრისით.
მაშასე ცოტა შენ ახსენი, რადგან საინტერესოა როგორ გავაკეთეთ ეს. ხო. ეს იყო ძირითადად მირკოს იდეა, რომელიც მაშინვე ავიღე, რადგან აბსოლუტურად ჭკვიანი და გონიერი იყო, როგორც იდეა შევქმენით ჯიბის პალანტირი. ფაქტობრივად შევქმენით ის, რასაც ონტოლოგია ეწოდება, ანუ ვასწავლეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელი ელემენტები იყო მნიშვნელოვანი და რომლები არა. გამოვიყენეთ twin-ი და მის ნერვულ სისტემას მთელი რიგი მითითებები მივეცით. ანუ ვცდილობდით გაგვეკეთებინა ის, რასაც პალანტირი აკეთებს, კარგი. ასე რომ ბოლოს რა გავაკეთეთ? უთხარით ხელოვნურ ინტელექტს, რომ გამოეყენებინა მხოლოდ სანდო წყაროები, რომლებსაც ჯუდოსაც ვაძლევდით. ხოლო იმ ინფორმაციას, რომელიც კარგად არ იყო გაკეთებული, როგორც ითქვია, ხვითელბარაც ვაძლევდით. და ბოლოს ვასწავლეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ ქონოდა კონსოლიდაციის უნარი. როგორ გავაკეთეთ ეს? მივეცით მას დოქტრინა. რომელი დოქტრინა გამოვიყენეთ? ყველა ავიღეთ. NATO-სი, CIA-სი, NSA-სი, Berkeley-სი და ამიტომ ვასწავლეთ მას კატალოგიზაცია. ესე რომ ძირითადად ეს უთხარით. რა არის ღირებული, ლოგისტიკური ნაწილი, ასევე იმ ტერიტორიის დაცვის უნარი. არის სიმბოლური პოლიტიკური ეფექტი. ასე რომ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრს, სიმბოლურ ქალაქს, როგორიცაა სლოვიანსკი ან კრამატორსკი, მეტი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს, როგორც მირკო ამბობდა, ფრონტზე და შემდეგ ჩვენ მას ვასწავლეთ, რა არის ხახუნი, რა შეიძლება გამოიწვიოს. შემდეგ მირკოსგან იყო თხოვნა, რომელიც თავიდან გიჟურად მიიჩნიეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გონიერი აღმოჩნდა. იფიქრო იმ შემთხვევაში თუ ერთმა ან მეორე მხარემ არარაციონალური არჩევანი გააკეთოს. რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სავარაუდო არ არის, მაინც შესაძლებელია. ამიტომ ჩვენ ასევე ვასწავლეთ ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს იფიქროს ჩარჩოს მიღმა, ჩვეულებრივის მიღმა. ამიტომ მას კიდევ ერთი რამ უთხარით, რომ მუდმივად განახლებები გაეკეთებინა. რადგან თუ კარგად გახსოვთ, როცა ვსწავლობდით იმდიდ ენობრივ მოდელებს, ანუ twin-ებს, ესენი ერთ მომენტში გაწვრთნილები იყვნენ, მაგრამ გაჩერებულები, ამიტომ ვერ ადევნებდნენ თვალს ყველაზე ახალ სიახლეებს. სხვათა შორის მირკო დამანახა, რომ ხშირად ამ დოკუმენტებში ნახავთ, როგორ წარადგენს მირკო განახლებულ ვერსიებს, რადგან ამ დროს რაღაც მოხდა. და ისევ, კონსტანტინი უკვე რატო არის კრიტიკული? ის არ დაცემულა, მაგრამ რუსული წინსვლა ღრმა. ქალაქის ცენტრში არის გარნიზონი და ნაწილობრივ იზოლირებულია უკრაინის გარნიზონი. რადგან თუ სამხედრო ტერმინოლოგიას გამოვიყენეთ, საუბარია ოპერატიულ ალყაზე, ფიზიკურად ისენ დაბლოკილი არ არიან, მაგრამ როცა რგოლები იკვრება და მოწინააღმდეგის დრონები პრაქტიკულად შენს ლოგისტიკურ ხაზებზე მოქმედებენ, ჯერ კიდევ შესაძლებელია ელიას შესვლა, ხალხის შეყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ ოპერატიულად კი ამისთვის ყველგან ფასი ხდი. მერე კიდევ ერთი რამ უთხარით. მე ყოველთვის ვფრთხილობ ანალიტიკოსებთან, რომლებიც გეუბნებიან, რომ ეს 93%-ით მოხდება. შენ თვითონ სცადე და ნახე, მართლა მოხდება თუ არა 93%-ით. ამიტომ ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს ხელოვნურ ინტელექტებს, რომ მიაკუთვნონ სიახლეს სანდოობის ფაქტორები. ასე რომ სიახლე შეიძლება ნაწილობრივად იყოს სიმართლე. ეს თანამედროვე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რადგან სიახლეები ყოველთვის ან მართალია, ან ტყუილი არაა. ისინი შეიძლება იყოს ჰიბრიდული, ნაწილობრივ მართალი ან ნაწილობრივ ტყუილი. ამიტომ ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ასევე ანიჭებს ფაქტორს, ქულას, როგორც რეიტინგის სააგენტოები აკეთებენ. მაგალითად, იტალია შეფასებულია როგორც A+, B- და ასე შემდეგ. ზუსტად ასე აკეთებს ხელოვნური ინტელექტიც. შემდეგ, როგორც პალანტირი აკეთებს, იწყებს ყველა მონაცემის ერთმანეთში არევას, რაც კი არსებობს. ღია წყაროები, ვიღაცები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ან ჩვენი ყურადღება არის თეთრისია და შავისია. მაშინ საიდან უნდა ავიღოთ რაღაცები? ცხადია, თუ რუსი სამხედროების Telegram არხი რაღაცებს ამბობს, ცოტა პროპაგანდას ვაკლებთ. მაგრამ ზოგადად რაღაც ახალ ამბებს და სიახლეებს მაინც გვაწვდის, კარგი. ესე რომ, ეს არის ჩვენი ხელოვნური ინტელექტის ნაწილი. ის ასევე ამოწმებს სოციალურ ქსელებს, ამოწმებს X, Facebook-ს, Telegram-ს და სხვა ყველაფერს და კიდევ ერთ რამეს აკეთებს. ასევე ჩაუხდეთ მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი, ასე რომ ის ასრულებს მთელი რიგი შესაბამისი ამოცანებს. ჩვენსას. პაკო კანელოსი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. სხვების გაკეთებული არ გვაინტერესებთ.
აგიხსნის სწრაფად ზედმეტი დეტალების გარეშე დღესდღეობით აგენტებს იხენებენ. კარგი. აგენტი რა არის? რაღაც რაც ასრულებს დავალებას, მიზანს, რომელიც მისთვის მიგიცია. მაგრამ აგენტი ჭკვიანი არ არის. უბრალოდ ასრულებს დავალებას. ის არ ფიქრობს, ჩვენი კი ფიქრობს. შენ გაქვს ტვინი, რომელიც დირიჟორია, მერე გაქვს ნერვული სისტემა და თავიდანვე ორი რამ ვასწავლეთ. ის რაც გითხარი ონტოლოგია, ანუ ვასწავლეთ, რომ ყოფილიყო ძალიან კრიტიკული ანალიტიკოსი. სინამდვილეში დავსვათ ადრე ვთქვი blue team და red team. აქ შიგნითაც არის red team. ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, red team ეჭქვეშ ახენებს. ამბობს, მე ეშმაკის ადვოკატი ვარ. მე არ მგონია, რომ ის, რასაც შენ ამბობ, ასე მართალია. ამიტომ ის ისე უკან ბრუნდება. თუ შეცდომას იპოვის, თავის თავს ზღუდავს, თუ კი დაადასტურა, კიდევ უფრო დეტალურად აკეთებს და ვითარდება. ასე რომ ძირითადად თვითონვე სწავლობს ყველაფრით. დრო ამ ისტორიას ეთმობა, ხო ასეა. მაშინ ხედავ თუ შეცდომას უშვებს, თუ რამეს არასწორად აკეთებს, თუ აზრი არ აქვს. ასე რომ მეტრიკა ბოლოს და ბოლოს არსებობს მნიშვნელობა მეტრიკული თვალსაზრისით, კვადრატული კილომეტრებით, იმის მიხედვით რა საიხი. ეს არის ცენტრი, რომელიც გზასთან, სხვა ქალაქთან დაატავშირებდა, ურბანულია, არსებობს თავდაცვითი სისტემები, არის მდინარე, ამაღლებულ ადგილზეა. აი ეს ყველა ფაქტორი ერთად გვაძლევს, თქვათ, რაოდენობრივ შეფასებას, შენ უკეთ იცი, უცბელად რო თქვათ, და ლოგიკური თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ანალიტიკური ცენტრი ამ პლანეტაზე. რადგან მე ვნახე, რომ თვითონ ომის კვლევის ინსტიტუტი და ყველა სხვაც აგრძელებენ საუბარს მხოლოდ კვადრატულ კილომეტრებზე, ბრტყელი ხედვით, ყოველგვარი სამხედრო კრიტერიუმის გარეშე. მერე კი ბოლოს და ბოლოს, ანუ სამხედრო პირველ მსოფლიო ომშიც კი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გორაკს, ვიდრე ველზე. და ეს ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა. მერე მირკო არც ახვიდე ისევ ზემოთადი, რაღაცას გაჩვენებთ, რა მეთოდია. მირკო კამპოკი არის ნატოს წოდება, შესაბამისად მას ანიჭებს რაღაცას, რაც ყოველთვის უნდა იყოს დამტკიცებადი, ასე რომ ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს. გაგაცუდით მითითებებს, გაჩვენებთ როგორი ფიქრა, თუ რაიმე შეცდომაა, ამას ვეუბნებით და ის უკან ბრუნდება და აღარ იმეორებს. შემდეგ კი წარადგენს მტკიცებულებას, ასე რომ არსებობს ნატოს წოდება. შემდეგ გვერდით გაძლევთ მითითებებს, ყველა დოკუმენტს, რაც გადაამოწმა, გახსნის წყაროებს, ასე რომ ფაქტობრივად ნებისმიერ ადამიანს, ანალიტიკოსად, აქცევს შესაბამისი უნარებით. აი ხელა, მოდი მაგალითებიც ავიღოთ, არა? იასუ იისუ 1628 შეღწეულია, მაგრამ არ კონტროლდება, რუკაზე გარეგნული სახე რეალურ მნიშვნელობას აჭარბებს. კონსტანტინიფიკას წინსვლა ურბანულია და არა ისახება მნიშვნელოვან კვადრატულ კილომეტრებში, არამედ ციხესიმაგრეების სარტყლის მნიშვნელოვანი კვანძის კონტროლში. რას გულისხმობს ციხესიმაგრეების სარტყელში? ეს არის ქალაქების სერია, კრამატორსკისა და სლოვიანსკის გარშემო, რომლებიც ლოგისტიკური და თავდაცვითი თვალსაზრისით უკრაინელებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. 200 კვადრატული კილომეტრი. გული აიბოლეს ზემოთ, მინდვრები და რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობა. არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ფიქრობ ჩვენ ყველამ ამ ომშიც გამოვცადეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქები ნელ-ნელა ვარდებოდა, თითოეული ქალაქის საბოლოო დაპყრობის ეტაპი ყოველთვის ყველაზე ძვირადღირებული იყო. მაგალითად, რუსებმა 6 თვეში პოკროსის 70-80% აიღეს, მაგრამ ბოლო 20-30%-ის დასასრულებლად რამდენი დრო დასჭირდათ. იგივე მოხდა ბახმუთშიც, აუდივკაშიც და ყველა დანარჩენშიც. ასე რომ პარადოქსულად 2026 წლის რუსებისთვის თითოეული კვადრატული კილომეტრი 2.7 ჯერ მეტი სიცოცხლის ფასად უჯდებათ, ვიდრე 2025-ში და სიჩქარე სამჯერ ნაკლებია. კონსტანტინივკაში ურბანული წინსვლა მიუთითებს, რომ მომდევნო თვეებში დაპყრობილი მიწის თითოეულ ერთეულზე ფასიც კიდევ უფრო გაიზრდება, თუნდაც ქალაქი დაეცეს. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმების რაოდენობა თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში შემცირდა, ეხა მაისის ბოლოსა და ივნისში ისინი ისევ გაიზარდა და მაინც მთლიანად აღებული კილომეტრაჟის დონეზე ყველაფერი ცოტა უფრო ჩაცხრა. მას შემდეგ რაც კომერციული შეთავაზება აღარ არსებობს, რომელიც იზრდებოდა, რუსეთის შემთხვევაში მაგალითად ბოლო კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა მიიღო, არის ის, რომ გიშლის ვალებს თუ უკრაინაში როტაციაზე წახვა. ხედავთ, რომ რეკრუტირება შემცირდა.
ანუ ყოველ თვე ნაკლები ადამიანი ერთვება ჯარში და ასევე შემცირდა რუსეთის აქტივობაც. ამ მომენტში რუსეთის აქტივობა მთლიანად კონცენტრირებულია ლიმანის, სივერსკის და კოსტიანტინივკის ფრონტზე. ანუ იმ ნახევარმთვერზე, რომელიც პრაქტიკულად იქ მიდის. პრაქტიკულად, რომელიც კრამატორსკსა და სლოვიანსკისკენ მიდის. ეს არის ის ზონა, დაახლოებით 55 კილომეტრია, როცა წარმოდგენა შეგექმნათ იმ ზონაზე, სადაც ხდება რუსეთის ძირითადი ოპერაციული ძალისხმევა. სხვა ფრონტებზე ესე თუ ისე, კი, ხანდახან შეტევენ, მაგრამ ესეთი მასიური ძალისხმევა არ არის, ყველაფერი ამ ზონის გარშემოა. ლიმანი, კრამატორსკი, სლოვიანსკი, სარტყელი, თავდაცვითი სარტყელი ამას გულისხმობენ. ანუ კოსტიანტინივკა, ოლექსევო, დრუზივკა, რომელიც სინამდვილეში უფრო დიდია ვიდრე კოსტიანტინივკა. ეს არის კოსტიანტინივკა. Questa zona ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის, რომ დაიცვან გზა კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ. ამ მომენტში ყველაფერი სწორედ აქ კონცენტრირდება. ამიტომ მიწის კატეგორიზაცია მხოლოდ კილომეტრებით ან კვადრატული კილომეტრებით საკმაოდ მოკლე მხედველურია, საჭიროა დავინახოთ იმ მიწის მნიშვნელობა და რა მნიშვნელობა შეიძლება კონდეს მას ქცევადიან პერსპექტივაში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, ამერიდან ამ ღირებულებების სკალას გამოვიყენებთ ანალიზისთვის. მოდი გადავიდეთ იმაზე, რაც ხდება უშუალოდ კოსტიანტინივკაში. ამ კუთხით რუსები თითქმის ყველგან შეიჭრნენ. და რო უკრაინელები ალბათ ეცდებიან, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ მათთვის ეს დაპყრობა. გაგრძელებენ საკუთარი ძალების გაძლიერებას. რა იქნება რუსების შემდეგი ნაბიჯი? ისტორიულად, მაშინაც კი, როცა ესეთ მდგომარეობაში არიან, როგორც წესი, ქალაქის სრულად აღებას კიდევ 2-3 თვე სჭირდებათ. ამასობაში ეს არის რუსული გეოლოკაციები, სადაც ისინი ამ შემთხვევაში უტევენ უკრაინულ M113-ს, რომელსაც ზემოდან, თუ სწორად მახსოვს, ანტიდრონული კოპ-კეიჯი ჰქონდა დამაგრებული, რომელიც ამ მხარეში იყო. ამიტომ როგორც ვხედავთ, რუსული მხრიდან ჩარევის აქტივობა უზარმაზარია. ეს კიდევ ერთი რუსული გეოლოკაცია, რადგან ეს არის რუსი დრონისტების ვიდეო, რომლებიც ქვეითა პოზიციებს უხთხამენ, როგორც ხედავთ, ამ ზონაში. ამიტომ ვიცით სულ მცირე გათვლებით, რომ ისინი მოქმედებიდან 1-2-3 დღის შემდეგ მოდიან, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ ამ ზონაში არიან. მეორე მხრივ გვაქვს ასევე რუსული გეოლოკაციების ანალოგი. ეს გეოლოკაციები დაკეთებულია ერთეულების მიერ, რომლებიც გვეუბნებიან, ნახეთ, აქ რუსულ ერთეულებს დავარტყით. ასე რომ საუბრობ ცენტრზე, ფაქტობრივად ქალაქზე. აქ არის ინდუსტრიული სექტორი, რო წარმოდგენა შეგიქნათ, მტკიცებულება ძალიან ბევრია. დიახ, შეიძლება ეს M113-იც ყოფილიყო, შეიძლება იტალიური, აქ ისევ უკრაინული წყარო გეოლოკალიზაცია ამბობს, რომ დრონებით რუს ქვეითებს აქ ქვემოთ დაარტყეს. ამიტომ დაახლოებით ვიცით, რომ ყველგან არის ინფილტრაციის ჯგუფები. შეხედეთ მანძილებს ქალაქის მარცხნივ, ქალაქის მარჯვნივ და ძალიან ბევრია. მე თქვენთვის მაგალითი მოგიტანეთ, მაგრამ წყაროებში ნამდვილად ბევრს იპოვით. ამ ვიდეოებიდან, რომლებიც უკრაინულმა დანაყოფებმა გაავრცელეს და სადაც ჩანს სად იბრძვიან რუსული ქვეითი. და გულწრფელად რო თქვა, როცა რუსული ქვეითი ყავს. ქალაქის მარჯვნივ და მარცხნივ, თითქმის ცენტრში ეს ნიშნავს, რომ ქაოსია, ეს უკვე ურბანული ქაოსი გახდა, სადაც ალბათ ყოველ საათში იცვლება ვინ რას აკონტროლებს. მაგრამ ეს ნამდვილად სიტუაცია, რომელიც უარესდება, რადგან ეს გარდაუვალია, რუსებს მეტი ქვეითი ყავთ, რომ ესეთი მოქმედებებისთვის დახარჯონ. მოდი გადავიდეთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. დაუშვათ, რომ რუსებს 2 თვე სჭირდებათ, რომ მთლიანად გაწმინდონ. კოსტიანტინივკის აღების შემდეგ ყველაზე აშკარაა ოლექსიევო დრუჟივკაში მისვლა, მაგრამ იქ როგორ მივიდეთ? არც აქ არის რაციონალობა და რაციონალობა. თუ ჩვენ დავიწყებთ ტერიტორიის ანალიზს, მე აქ Playfras ანალიზი, რომელსაც ნაწილობრივ ვეთანხმები, რადგან პირადად მე ასე არ მიუდგებოდი საკითხს. აღმოსავლეთით, ანუ დრუჟივკას უკან, ეს ის თემაა, რაზეც კაპეტინთან ერთად 1 წელზე მეტი ხნის წინ საუბრობდით. თუმცა ბოლო დროს უკრაინელებმა გააძლიერეს ეს ხაზები და შესაბამისად ჩრდილოეთიდან შეტევას უკრაინული დანაყოფები ფლანგებიდან შეუშლიან ხელს.
შემდეგ, რადგან საუბრობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პლატოები, ან ნებისმიერი ამაღლებული პოზიცია, სადაც შეგიძლია დანათავსო შენი ნაღამტყორცნები, დრონები და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. Playpub ფიქრობს, რომ ჩვეულებრივ რუსები როგორ მიახლოვდებიან, იცი? და ფაქტობრივად ისინი იღენებენ ხეების ხაზებს. ტენდენცია რომ პოზიციაზე შეტევისას ცდილობენ დამოიყენონ მინდვრების კიდეები, სადაც ხეებია, არხები და ცდილობენ მიუახლოვდნენ. პირადად მე უფრო საბოლოო გადაწყვეტისკენ ვიხლები, ესე ვთქვათ. რატომ უნდა ავიღო კოსტიანტინივკა და მიუახლოვდე დრუჟივკას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მინდვრების გავლით? როცა შემიძლია ჩრდილოეთიდან შეუთვიო. სადაც მთლიანი ბორცვიანი ზონა დაპყრობილია და იქიდან პოზიცია მაქვს, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ დრუჟივკა უსარგებლო გავხადო. აი ესე, უკეთესად ჩანს როგორია მოწყობილი. დრუჟივკა, ეს არის დრუჟივკა, ესენი კი გარშემო ბორცვებია. თუ რუსები მოახერხებენ ამ ბორცვებზე გამაგრებას, აღარ დასჭირდება დრუჟივკას პირდაპირ გზაზე აღება, რადგან შუაში კიდევ არის ოლექსიერ დრუჟივკა. და სხვათა შორის, როგორც ხედავთ, რაც უფრო ნათელია ფერი, ანუ ცისფერი, მით უფრო დაბლა ხარ. მე თავისუფლად შემიძლია ავიღო ბორცვები, სადაც ასევე მთავარი გზაა და იქიდან პირდაპირ გადავჭრა ლოგისტიკა, რომელიც აკავშირებს. დრუჟივკა კრამატორსკამდე, კრამატორსკი, სლოვიანსკი, რომლებიც უფრო ჩრდილოეთით არიან. ამიტომ ჩემი თვალსაზრისით, რუსები დიდი ალბათობით, როგორც ისპერისრები დავხაზე, უკან არ ამოვლენ კოსტიანტინივკიდან მთელი ეს ურბანული სექტორი დრუჟივკამდე მისასვლელად, მეორე, როგორც ხედავთ, აქაც არის ნაკადი, დიდი ალბათობით ისინი დამოიყენებენ კოსტიანტინივკის გვერდის ავლის ვარიანტს. გორაკების გასვლ მაღლა ავიდნენ, აგზემოთ განთავსდნენ და პრაქტიკულად დრუჟივკა სრულად უსარგებლო გახადეს თავდაცვითი თვალსაზრისით. უკრაინული ლოგისტიკის ჩაჭრით, უფრო ჩრდილოეთით, ვფიქრობ უკრაინელებმა ის იციან და ამიტომ განთავსებულნი არიან ზემოთ მდებარე გორაკებზე. მაგრამ ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ რუსები კოსტიანტინივკას აირებენ, დიდი ალბათობით წლის ბოლოსკენ საუბარი იქნება, იწყებენ საუბარს კრამატორსკისა და სლოვიანსკის ალფაზე, იქ მანძილები მართლა ძალიან მცირდება. დღევანდელი დრონების მანძილებისთვის ეს ნიშნავს, რომ თითქოს შენ ხარ ფრონტის ხაზზე, საუბარია 20 კილომეტრზე ნაკლებს. ამიტომ ამ მომენტში უკრაინელები ცდილობენ შეანელონ ეს პროცესი, რადგან გულწრფელად რო ვთქვათ, მათ ბევრი გამაგრებული პოზიცია არ აქვთ. ზუსტად ამ სექტორში ისინი ცდილობენ გავლონ მათ უხვარდი. კრამატორსკსა და სლოვიანსკში. ყველა თავდაცვითი სისტემა აქვთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ხრელში, ვთქვათ, ამ სივრცის სექტორში, ოლექსიევოსა და დრუჟივკას შორის, ანუ კოსტიანტინივკას გვერდის ავლით, შესაძლოა არ უფიქრიათ, რომ მოულოდნელად მოუწევდათ თავდაცვითი ხაზების გაკეთება, ანუ ამ ზონაში აქ ყველგან მაუთუხლარს ავლებენ. საინტერესოა, რომ თუ პარალელს გავავლებთ იმ ლაივთან, რომელიც წინაჯერზე გავაკეთეთ შესაძლო სცენარებზე, ხო, დონბასი ნამდვილად მინიმალური მიზანი იყო ვლადიმერ პუტინისთვის, რომ როგორმე რაღაცით მაინც გამოსულიყო ამ სიტუაციიდან. და სწორედ ამაშია საქმე და ეს შემთხვევითი არ არის, რომ ამ მომენტში, როცა ყველა ფრონტზე აქტიურები აღარ არიან, ცდილობენ რაციონალიზებას და რესურსების კონცენტრირებას სწორედ ამ ბიზნესზე. ამიტომ კოსტიანტინივკა, სივერსკის და ლიმანის ზონა, ეს არის სამი ყველაზე აქტიური ფრონტი ამ მომენტში რუსების მხრიდან და არ ჩანს ახალი ძალების დიდი შემოფლა. რომ ვთქვათ, რაღაცა ახალს გახსნიან. მე ამით ვისარგებლებ, მადლობას ვუხდი სპონსორსაც, ამ საღამოს სპონსორს. დახსოვდეთ, ამ საღამოს სპონსორი, ბატონებო, არის ინკოგუგნი და ინკოგნი. ეს არის სერვისი, რომელსაც მე ძალიან სასარგებლოდ მივიჩნევ, რადგან საშუალებას მაძლევს თავი დავაღწიო პრობლემებს. ყველა ეს წყეული ზარი, რომელიც მარჯვნიდან და მარცხნიდან მოდის, ხო, სათმარისია, ხო. თანაც ეხლა კიდევ უფრო მოსაწყენები გახდნენ, იცი რატომ? იმიტომ რომ ავტომატურია. ხო, ადრე მაინც იყო ერთი გოგონა, რომელიც გეკითხებოდა, ბოდიშით შეიძლება შეგაწუხოთ? არა ბატონო, არ მაინტერესებს. ეხლა ყველა რობოტულია, ესე რომ ყველაფერი უფრო ცუდი გახდა.
ამიტომ თქვენს ჩემსავით ყოველდღე იღებთ ამ ცხეულ spam mail-ებს, სერვისებს, რომლებსაც ვერც კი იხსენებთ, რომ ოდესმე გიყენებიათ. რობოტულ ზარებს, არა? და რას გთავაზობენ? ტარიფებს, შეთავაზებებს და ასე შემდეგ და თქვენ არ იცით როგორ აღმოჩნდით მათ სისტემაში, მათ სიაში. იცოდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა საიტზე ან უფასო სერვისზე რეგისტრირდებით, თუ რამე უფასოა, პროდუქტი თქვენ ხართ. მას რას აკეთებს Incogni? ეს არის სერვისი, რომელიც ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების ონლაინიდან ყველა მონაცემებით მოვაჭრე საიტიდან წაშლას და სწორედ ამ საკითხებზე. ასე ის ამცირებს თქვენს კვალს, თქვათ, ინტერნეტში თქვენი მონაცემების თვალსაზრისით. ამის გაკეთებით პრაქტიკულად გეხმარებათ გახდეთ უხილავი. ონლაინში ნაკლები მონაცემი, რა თქმა უნდა, ნიშნავს ნაკლებ შანსს პროფილირებისთვის და შესაბამისად მცირდება ზარები, შეტევები, ფიშინგი, მცდელობები და ასე შემდეგ. აი, Incogni-ში სხვებისგან განსხვავებით, თქვენი მონაცემები არ იყიდება. რაც დიდი უპირატესობა, ცოტა სიხდით, უпростоრად ძალიან ცოტას, იმის გამო, რომ თუ ჩემს კოდს გამოიყენებთ, 60%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. რა ცოტა არ არის. უკვე IAP სერვისზე კიდე 60%-იანი ფასდაკლება დაგვთ. ლინკს აღწერაში, ჩატში, დამოკვეთილ კომენტარში იპოვით და ამასთან ერთად არხსაც უჭერთ მხარს. ამიტომ დაიმახსოვრეთ, თუ ვერ გიპოვიან, ვერ შეგაწუხებენ არც მეტი, არც ნაკლები. მე ამას ვიტანებ და ბევრად ნაკლები შემაწუხებელი მეილი და ბევრად ნაკლები ზარი მომდის. სხვათა შორის, ვიცი რომ ბევრ კომპანიაში ამას იპენებენ. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც გვიჭერს მხარს. როგორც ხედავთ, უკრაინის ომთან დაკავშირებით ყველაფერი რამდენიმე სექტორზე კონცენტრირდება, რადგან ადამიანური რესურსები ორივე მხარეს აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. დრონების ომი წამყვან როლს იკავებს და ადამიანური დანაკარგები ვერ არის მისაღები არც ერთი მხარისთვის. იცი რას აკეთებენ ფრონტზე, ზაპორიჟიაში? კარგი ლოგისტიკის, საჰაერო თავდაცვის და სხვა ობიექტების განადგურება, კარგია. მაგრამ თუ გინდა ის ტერიტორია, საბოლოოდ მაინც ადამიანი უნდა გაგზავნო იქ. და სული გულწრფელობით მე არ მგონია, რომ უკრაინელები იმ მდგომარეობაში არიან, რომ თუნდაც მცირე შეტევის წარუმატებლობა აიტანონ. უკვე საკმარისი გააკეთეს 2023 წელს კი, კარგი. ხედავთ რუსულ ტაქტიკასაც, სადაც ისინი იყენებენ გადამქშობ მოწყობილობებს, რადგან მსგავსი პრეცედენტები ევროპაშიც არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ესეთ რამეს ვხედავთ. სხვათა შორის, უკრაინა ექსპერიმენტული ველი იყო შეღწევებისთვის. Sandworm-ი, რუსი აკერების ჯგუფი 2017 წელს შეიჭრა 18-19 ენერგოსისტემაში რამეს გახსენებთ. უკრაინაში სხვათა შორის ტოიანით შეიყვანეს რა მნიშვნელობით, არა მხოლოდ გამორთეს უკრაინის სისტემა, არამედ სისტემაშიც ჩანერგეს. ასევე ვირუსი, რომელიც მოგვიანებით გააქტიურდებოდა. შესაბამის დროს, როგორც ვიღაცა ითხოვდა, ეს უკვე განმეორდა ამ კითხვაში. მაგრამ თუ ისინი იღებენ ორ რეგიონს, სადაც ინიციატივებს ატარებენ, აქვს აზრი მშვიდობის მოთხოვნას, მაშინ როცა სხვა რეგიონების ნაწილს ტოვებენ. არაფერს ტოვებენ, არ არის რომ ტოვებენ. პირიქით, არის პარადოქსი იმაში, რომ მიიღეს კანონი, სადაც თქვეს, რომ ეს ობლასტები რუსეთია. ამიტომ თუ ომი გაიყინება, თუ ხვალ მშვიდობამდე მივალთ, როგორც დღეს ვართ ადგილზე, ტექნიკურად იმ კანონით, რომელიც რუსებმა თავად მიიღეს, სწორედ ისინი არიან, ვინც უკრაინას მიწას უთმობენ. ასე თავად მოიწყეს, ანუ მიცხენთ მე, ამიტომ ამგონია რომ გაჩერდებიან, ფიქრობ რომ ეცდებიან რაციონალურად გამოიყენონ ის რესურსები რაც აქვთ, რომ მაინც დონბასის მიზანს მიაღწიონ და სახე შეინარჩუნონ. მინდოდა ეს რამე მეკითხა, რაც წავიკითხე და ძალიან საინტერესოა. რუსები როფკომანდოდან ხო იგივეები, რომლებმაც ის ცნობილი მუხარის წერილები დამომიგზავნეს, არა? მიხვდნენ, რომ ეს ინტერნეტის პრობლემა, როცა სახელმწიფო VPN-ის გაკეთება უნდათ, პამ. ანუ თავიდან პრობლემა იყავი და მერე სახელმწიფო VPN-ის გაკეთება გინდა. ეს ამბავი წაგიკითხავს, იმიტომ მე მარხვა ვიპოვე ხდება. არა, ეს ყველაზე სწორი რამეა მსოფლიოში. კაკ, მოდი, ძალიან ბევრ რამეს მოგავამხელთ თორე მე. მაგრამ თუ არ შეგიძლია.
შეგიძლია მაინც შეძლებ იპოვო, სად არიან ადამიანები, სად არის IP და ეს ყველაფერი. VPN-ის მიუხედავად. ჩვენი ყველა მოწყობილობა, ყველა ჩვენი device-ი უნიკალურ კვალს ტოვებს. როგორც ტელეფონში, ასევე კომპიუტერში. ამიტომ შეიძლება გააცდინო ეჭვი. მაგრამ რო გააკეთო სია, ან გააკეთო სია ყველა იმ ადამიანისა, ვინც იყენებს VPN-ს და შესაბამისად ნახო. ცხადია, კი. მაგრამ არ მგონია, რომ ეს ასე ეფექტურია. ბევრ ადგილას, სხვათა შორის ირანშიც მგონი, მაგრამ ბევრ ადგილას არის ბევრი საზოგადოება, რომლებიც იყენებენ ამას. ტექნოლოგია, რომელიც შექმნა Twitter-ის გამომგონებელმა ჯონ დორსიმ და მას ეწოდება BitChat, ძირითადად იყენებს Bluetooth. ამიტომ რუსეთში Intercrackdown-ი აჩრის დეველოპერებს GitHub-დან და Python-დან კარგი. ხო, არაბი. დიახ, ამას დიდი აზრი არ აქვს. აქ მხოლოდ ორ რამეს უხსნით მსმენელებს. Python-ი კარგი, ეს არის ენა, რომელსაც იხენებენ დეველოპერების უმეტესობა ამ ენას იხენებს კოდირებისთვის. GitHub-ია, ეს არის რეპოზიტორია, ანუ დიდი არქივი, სადაც ყველა, მათ შორის მეც მაქვს, ჩემი რეპოზიტორია, სადაც ყველა, ვინც მუშაობს ღია კოდზე, ან ვისაც სურს შექმნას თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა, თუ ირთავს მას და შეგიძლია ჩამოტვირთო. ასე რომ, ძალიან დიდი ალბათობით, სხვადასხვა ფორკები ან გავაკეთე ჩემი ვერსია ამ პროგრამის და ასე შემდეგ, ზუსტად. ამიტომ ალბათ უნდათ გადაამოწმო ვინ იწერს რაღაცებს, რადგან ღია წყაროდან განსაკუთრებით თუ იყენებ Linux და ასე შემდეგ, შეგიძლია საკმაოდ ადვილად აიცილო კონტროლი. მაგრამ მე ამას თვლი მოკლედ კი, აი Linux-ი, Figma და სხვა მსგავსი, მაგრამ რუსები ძალიან კარგები არიან ჰაკერობაში. არ მგონია, რომ ეს მათთვისაც კი იყოს მონგებიანი. იმიტომ რომ არა სერიოზული რუსული კომუნიტი, რომელიც ძალიან ცნობილია ყველა თამაშის, მუსიკის და ნებისმიერ ამის გატეხვით, უკვე 30 წელია არანაირი პრობლემა არ აქვს. მე ვფიქრობ ეს უფრო დაბალი დონის რაღაცაა ხალხისთვის, მაგრამ აქ ისინი დეველოპერებთან საუბრობენ, ფედერალური მარეგულირებელი ორგანო, სახელმწიფო გეგმავს ერთიანი სახელმწიფო VPN-ის შექმნას რუსი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ცდომა უცხოურ არქივებზე ინტერნეტ შეზღუდვების გამო. რუსული ფონდები მოწეულნი იყვნენ, შეხვდნენ ახალ ფუნქციას, რომელიც მათთვის შეიქმნა. რუსებს და ჩინელებს ძალიან სჭირდებათ იმავე ინტერნეტში ყოფნა, სადაც ყველა დანარჩენი ვართ. რუსული ჯგუფები, Lockbit-ი იყო ერთი, რომელსაც ადრე კონტი ერქვა, ახლა კი Ragnet ან Ragnex ეძახიან. მათ აქვთ რაღაცა ფრენჩაიზინგის მსგავსი. როგორც McDonald's ბიჭუნა კიდულობს ან აძლევენ სახელმძღვანელოს თუ როგორ უნდა შეუტიოს და იყენებს მას შეტევისთვის. ამიტომ ძალიან სჭირდებათ საუბარი იმ ხალხთან, ვინც რუსეთს გარეთაა. ისინი არ იზოლირდებიან, ეს ის ამბებია, რომლებიც სპეციალურად ვრცელდება, ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მათ სურთ გვაფიქრები. საინტერესოა, რომ ისინი, ვინც ინტერნეტ ცენზურა შექმნეს, ეხლა ამბობენ, კი, მოდი ვნახოთ ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენი ცენზურის გვერდის ავლა შეიძლება. მაგრამ ხომ ხსნით ცენზურას? დიახ. დაწეკი, როგორ გაივთურო. ცხოვრება არა. ქართულებულიდან უსარგებლომდე მისვლა, ეს ნამდვილად არის დონე. არა, მაგრამ მათ ნამდვილად სჭირდებათ ეს, რომ ინვოისები გააგზავნონ, ისინი ძალიან ბევრ ფულს შეუვლობენ, 8-9 მილიარდი დოლარი წელიწადში. ისინი ამ არჩევანიდან საკმაოდ ბევრ ფულს აიღებენ, რა სიტყვით. ნუ იფიქრებთ, რომ ამას უფასოდ მაძლევენ, ხუმრობ. არა. რუსეთი მთვრალი იქნება, ფრთხილად იყავით, ბოლო გადახედვა და მერე დავიძინოთ. როგორც ხედავთ, სხვა სექტორები მეტნაკლებად მიძინებულია. ანუ პოკლოვშტის აღების შემდეგ რუსებმა აიღეს კრეშინა და ბოლო 1.5-2 თვეში რამდენიმე მცირე შეღწევის გარდა არაფერი მომხდარა. სინამდვილეში ჩვენ არც კი დაგვიფიქსირებია დიდი როტაციები, მეორე სექტორი, სადაც რუსები უფრო აქტიურები გახდნენ, სწორედ ის სექტორია, სადაც თავდაპირველად უკრაინელები იყვნენ. ბოლო თვეებში მათ ჩრდილოეთით მიწის ნაწილი დაიბრუნეს და ბოლო დროს რუსებმა დაიცვეს ჩრდილოეთ გულიაეპოლესთან კონტროლის გამყარება. დაიმახსოვრეთ, რომ უკვე 6-7 თვე ამ მდინარეზე არიან და ბოლო დროს შეიმჩნევა რამდენიმე შეღწევა ოდნა უფრო სიღრმეში. ეს ის ფრონტია, სადაც უკრაინამ წააგო.
უკრაინელები ცდილობენ პრობლემების შექმნას ფლანგებზე, რადგან სწორედ ამ ფრონტზე უკრაინელები უფრო აქტიურები არიან, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, რა მნიშვნელობით? თუ ერთ მხარეს ისინი უტევენ კამიანსკის დნეპრის ნაპირზე, მეორე მხარეს ცდილობენ ფლანგიდან შეუდიონ ამ პოზიციას, ამ რუსულ პოზიციას. იმდენად, რამდენადაც ისინი უფრო დასავლეთით მიიწევენ გულიაიპოლესგან, მით უფრო შესაძლებელია საპასუხო კონტრშეტევა. უკრაინა უფრო ჩრდილოეთით მათ ფლანგზე ტოვებს, დაუცველებს. ეს პრაქტიკულად ერთადერთი ორი ზონაა, სადაც უკრაინელები ცდილობენ შეტევითი მოქმედება მაინც განახორციელონ. ეს ძალიან ლოკალურია, მაგრამ მე ვითვალისწინებ იმას, რომ უკრაინელები ამ ზონაში ძალიან აქტიურობენ. განსაკუთრებით ფლანგზე, სადაც ეხა რუსები აწვევიან და ისინი ძალიან აქტიურობენ კამიანსკის ფრონტზე. საინტერესოა, სწორედ ეს ფრონტებია, სადაც ისინი ანადგურებენ. ყველა ანტისაჰაერო სისტემა, სადაც დრონები გზას უტევენ და ასე შემდეგ. ყველაზე შეტევითი, ყველაზე მობილური დანაყოფები და ასე შემდეგ ამ ზონაში არიან. არ მგონია, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებულ შეტევით მოქმედებას განახორციელებენ და ასე შემდეგ. მაგრამ ამას შეიძლება კონდეს როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მნიშვნელობა, იმ გაგებით, რომ იმდენ პრობლემას შეგიქმნის, რომ ყურადღების გადატანა მობიწევს. სხვა ადგილებიდან ძალების გადაყვანა, რათა შეიზღუდოს რუსული შეტევითი ძალის ხმევა დონეცკის რეგიონში. ეს შეიძლება იყოს ალტერნატივა ნამდვილი შეტევითი მცდელობისა, უბრალოდ იმოქმედო როგორც ბურზის წებოვანი ქაღალდი, ხო, გესმის? სცადო მტრის მიზიდვა, აი რაც არ მოხდა კურსკთან. კურსკი აშკარად იყო მცდელობა იმის დასადგენად, თუ რუსები პრიორიტეტს მიანიჭებდნენ თუ არა სამშობლოს დაცვას, დანარჩენი შეტევითი ზონების ხარჯზე. ამის ნაცვლად მათ აირჩიეს, ესე ვთქვათ, უბრალოდ არ მიექციათ ყურადღება და გაეგრძელებინათ თავიანთი დაგეგმვა. იცოდნენ, რომ უკრაინული ძალები მაინც ვერ შეძლებდნენ დიდად წინ წასვლას მათი რაოდენობის შეზღუდულობის გამო. ასე რომ ეს იყო რისკი, ასე ვთქვათ, გათვლილი რისკი იყო, იმიჯის ზიანის გარდა, რა თქმა უნდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის შეუტევია რუსეთში. რადგან ახლა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც არავის შეუტევია მოსკოვისთვის. მაგრამ ესეც საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი პარალელია. სინამდვილეში ისინი ძალიან ინტერესდებიან ამ პარალელებით. იყო უამრავი ციტატა რუსულ და უკრაინულ სამყაროში, მაგრამ განსაკუთრებით რუსულში, რაც შეეხება მითითებებს დიდ სამამულო ომზე. ეს მუდმივი აკვიატება სამამულო ომზე საუბარი. ამიტომაც ნორმალურია, რომ შემდეგ რჩება ეს პარალელიზმები, ეს რაღაცები, რასაც ისე უბრუნდებიან. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ეხლა უკვე პირველი მსოფლიო ომის ხანგრძლივობასაც გადააჭარბა, არა მხოლოდ მეორეს. ესეც, ასე ვთქვათ, საინტერესოა. ამიტომ ბატონებო, მე ვითხოვდი, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი ვთქვით, რაც ამ საღამოს სათქმელი იყო. ამიტომ მე უახლოეს მომავალამდე დაგემშვიდობებოდით, ასე ვთქვათ, როცა გვექნება შესაძლებლობა სხვა თემებზე ვისაუბროთ, რითაც დავგავდებით. სხვათა შორის StreamYard-იც ჩემთან საკმაოდ დაბაგულია, ესე რომ ესეც საინტერესოა, ნუ გითხავთ რატომ. აღარ მკითხო რატომ, ნახე უნდა თავიდან დაუკავშირდე, რომ ეს საქმე დავასრულო. ნახოთ გამოუვა თუ არა. დავიცადოთ, ალბათ ეხლა თავიდან უკავშირდება. გონი ჩაწერა გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ვხედავ, აი ისევ დაბრუნდი. აი ესე. ანუ მართალი იყო. კი, შეგვიძლია დავხუროთ, იმიტომ რომ StreamYard-ი გაგიჟდა. არ ქონდა უნდა. ალბათ რუსების VPN-ია, მირკო. რუსების VPN-ი კარგად არ მუშაობს, გირჩევდი. დაივიწყეთ, ნუ იხიდით იმიტაციებს. მაშ, დიდი მადლობა ივანს, მადლობა თქვენ ყველას, წყაროებს აღწერაში ნახავთ და რა თქმა უნდა, მომავალ კვირას შევხვდებით მოროსთან, დაუსთან, კაპიტინისთან და ყველა დანარჩენთან ერთად.
ბუამ 7 ღამე. საღამო მშვიდობისა ყველას, ღამე მშვიდობისა.